მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის მხრიდან ინტენსიურად გაისმის ამ ლობისტური კომპანიების მხრიდან განსაკუთრებით, რომლებსაც დაწმოძრაობა ფულს იხდის, რომ საქართველოში არადემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და რომ ქვეყანა მიმდის დიქტატურისაკენ და ეს გარკვეული განცხადებები გაჯერებულია იმ ფაქტებით, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, აქცენტს უსვამენ და ხაზს უსვამენ იმ დაპატიმრებებზე, რომელიც მოხდა ოპოზიციის ლიდერებთან დაკავშირებით. თავის მხრივ ხელისუფლებაც ცდილობს, რომ ეს ყველაფერი წარმოაჩინოს იმ მიმართულებით, რომ ეს მოქმედებები განხორციელებულია კანონის შესაბამისად და როდესაც ისინი კანონს არ ღვევენ, რა თქმა უნდა, პასუხს აგებენ. ასევე მოწოდებები ისმის იმის თაობაზე, რომ ვისაც კიდევ რაღაც გარკვეულწილად მოუნდება კანონის გვერდის ავლა, ასევე დაიჯება, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს კარგად ხედავთ, რომ მშვიდობიანი დამხობის მოწოდებები ძალიან მოდაშია, ძალიან აქტიურად მუსირებს საზოგადოებაში, სხვადასხვა წრეებში. მშვიდობიანი დამხობა, როგორც ასეთი ტერმინი არ არსებობს. არსებობს დამხობა, ანუ სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით, უბრალოდ შენიღბვა ხდება ამ ტერმინის, რათა კანონის წინაშე ვითომ პასუხისმგებლობის საკითხი რომ იქნას აცილებული. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ეს მოწოდებები უკვე იშლება და სხვადასხვა ფართო წრეებში ამას უკვე აღარ აქვს გარკვეულწილად ის დატვირთვა, რომ ეს მხოლოდ რაღაც ერთი ჯგუფიდან მოდის. სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებები ისმის უნივერსიტეტების კედლებიდან, ისმის სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური და სხვადასხვა პლატფორმებიდან, ისმის პარტიებიდან, ექსპერტებიდან, ტელევიზიებიდან. ძალიან გავს ეს სიტუაცია 2003 წელს. ძალიან გავს, იმიტომ რომ მაშინაც ესეთი ლოზუნგი იყო, რომ ყველა ესე იგი შევარდნაძის წინააღმდეგ. თბილისი შევარდნაძის გარეშე ესეთი ლოზუნგი არსებობდა და ეხლა ეს ლოზუნგი ჩაანაცვლა შემდეგმა ლოზუნგმა საქართველო ივანიშვილის გარეშე. ესეთი ლოზუნგით გამოდიან ეს ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სწორედ ერთ ადამიანში არის პრობლემა. და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ როდესაც ნეპალის მაგალითზე ხდება აქცენტირება, როდესაც ხდება აქცენტირება იმ პროცესებზე, სადაც მშვიდობიანი ვითომ რევოლუციური გზა იქნა განვლილი და რეალურად ამ ყველაფრის უკან სხვა რაღაც იმალებოდა, ძალიან სახიფათო მიჯნაზეა ჩვენი ქვეყანა, მეგობრებო, და თავისი ობიექტური, სუბიექტური მიზეზები გააჩნია ამ ყველაფერს. ის რომ ჩვენ აი ამ დღეში ვიმყოფებით, რომ ფაქტობრივად 13 წელიწადია საქართველო მუდმივად გადატრიალების მიჯნაზე არის, აი ეხლა იქნება, ახლა არ იქნება, აი ბეწვის ხიზე გადის ეს ქვეყანა, ეს არის სწორედ იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც წარმოებს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან, როცა ფინანსდება ესა თუ ის ჯგუფი, საკმაოდ მსუყეთ მილიონობით დაფინანსება აქვს ამ ორგანიზაციებს, პარტიებს, ტელევიზიებს და ამის ქმნის, რა თქმა უნდა, მედია, ამის ქმნის, რა თქმა უნდა, აი ეს ეგრეთ წოდებული კარტინკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ დღე ეთერში ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს, სხვადასხვა ექსპერტებს და ისინი ლაპარაკობენ აი ამას უკვე ღიათ, რომ უნდა შეიცვალოს ყველაფერი. და ამას რაც მთავარია, გვერდს უმშვენებს ევროპელი ელჩები. არცსა და არცეთ ქვეყანაში არ ყოფილა, მე არ ვიცი სადმე თუ არის, ახლა ძალიან ძნელად მახსენდება, რომ ხელისუფლების პირობებში გამოდიოდეს მოქმედი ელჩები და მიდიოდნენ აქციებზე, სასამართლოებში და პირდაპირ ღიად საუბრობდნენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ფაქტობრივად. ეს არის ასეთი რამ, არ ვიცი, აი
აფრიკულ ქვეყნებშიც არ ხდება, არც აზიურ ქვეყნებში, არც დიქტატორულ ქვეყნებში ეს ვერც მოხდება, ვიგაბედავს იქ რომ ელჩმა ეგეთი რაღაცა გააკეთოს. ესეთი რაღაცა ფაქტობრივად, აი ანალოგი არა აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებს არც ერთ ქვეყანასთან, იმიტომ რომ როცა ელჩები ესე გერმანიის ელჩი, თან როგორი ქვეყნების ელჩები, ეს ხო არ არის რაღაცა ისეთი ქვეყნები, რომლებიც ამინც არ ქმნიან მსოფლიოში. რა გერმანია არის მაგალითად, რა ვიცი, ევროპული ეკონომიკის ძრავს ეძახიან, იმიტომ რომ გერმანია ამუშავებს ევროპულ ეკონომიკას. გერმანიის ელჩი რო იქ მივა, საფრანგეთის ელჩი, ასევე ერთ-ერთი მძლავრი ქვეყანა, ასევე ბრიტანეთის ელჩი, ასევე ეს ავსტრიის, ბალტიისპირა ქვეყნების, პოლონეთის, ეს უკვე რაღაცა საკმაოდ დიდი განგაშის საფუძველს იძლევა, მეგობრებო. და ჩვენ მე ამიტომაც ვიყავი წინააღმდეგი, რომ ჩვენ გვახსოვს არჩევნების წინ იყო ესეთი ლოზუნგები ღირსებით ევროპისაკენ. რომელ ევროპისკენ უნდა წავიდეთ ჩვენ, რომელი ევროპის ქვეყნების ელჩების დღეს ჩვენ გვეუბნებიან იმას, რომ რაღაცნაირად უნდა გაიწიოს ხელისუფლება და უნდა მოვიდეს რაღაცა ეს ნაცმოძრაობის ანასხლეტები? და მე რაღაცა ევროპილოს რომელიღაცა ქალაქში რომელიღაცა მერი თუ რაღაცა მიიღებს ქართულ დელეგაციას ეს აყვანილი ხდება ისე დონეზე რომ აი თურმე ჩვენ ევროპა მაინც ჩვენთან არის და რაღაცას იტყვის ერთს დადების და ეს გვიხარია და ან ვიჩაკვარაცხელია თუ გოსგაიტანს ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში წარმატებას მივახცევთ ვიტყვით რომ ეს ევროპა ხო ხედავ კარგი კაცო რა შუაშია ეს ყველაფერი აი რა შუაშია ეს ყველაფერი რეალობასთან ევროპას ჩვენ კი არ ვემიჯნებით. ევროპა ემიჯნება ქვეყანას. და არავინ არ იძახის, რომ ჩვენ ევროპასთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს. არავინ არ იძახის იმას, რომ ევროპაში ყველაფერი ცუდია. ევროპაში ბევრი რამ კარგია, მაგრამ საქმე რაშია, იცით, რომ ის რაც კარგი არის, გვეუბნებიან, რომ თუ თქვენ გინდათ ჩვენთან ევროპაში, უნდა მიიღოთ ის ცუდიც და კარგსაც მაშინ მიიღებ და უკვე იმ კარგსაც ფასი ეკარგება. მე რა თმინა ისეთ ევროპაში შევიდე, სადაც მეუბნებიან, რომ შენ სამაგიეროდ უნდა გახდე LGBT იდეოლოგიის მატარებელი. ეხლა ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ არ ითხოვს ევროპამ. როგორ არ ითხოვს, კაცო, აბა რა იყო ეს განცხადებები, რომ თქვენ უნდა კანონები გააუქმოთ ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ რაღაც გარკვეულ ჩვენს იდეოლოგიას. აბა თუ მაშინ არ არის მოთხოვნა, რატო გვეუბნებიან კანონების გაუქმებაზე, რატო არის მოთხოვნა, რატო არის იმ პრაიდების ჩატარების მოთხოვნა. და ამიტომაც ვიძახით, იცით რა არის, ეხლა არავის არ სურს იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, მაგალითად რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეხლა ევროპას უნდა გავემიჯნოთ ან ამერიკას. თვით თავად რუსეთიც კი ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაამყაროს ურთიერთობა, იქიდან არ მოდის იმპულსები, უბრალოდ თორე რუსეთიც კი წინააღმდეგია იმისი, რომ რაღაცა ურთიერთობა არ კონდეს, მაგრამ იქიდან არის გარკვეულწილად აი ესეთი გარკვეული კედელი, ყრუ კედელი. მაგრამ რუსეთი სამაგიეროდ ჩვენგან განსხვავებით ჩინეთთანაც ძალიან ახლო კონტაქტებში არის, ინდოეთთან და აფრიკულ აზიურ ქვეყნებთან და ეხლა ვიღაცას ჩინეთი და ინდოეთი გონია რაღაცა ხელსამოსაკრავი ქვეყნები. ინდოეთი, რომელიც მთელ ევროპას ალბათ რაღაცა გადაყლაპავს, თავისი იმით ეკონომიკით უკვე და თავისი რესურსებით და იგივე ჩინეთი, რომლის მიმართაც დავალიანება ტრილიონობით აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეხლა ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ აიო, ამერიკამ რო ჩაკეტოსო ბაზარიო ჩინური წარმოებისთვის ჩინეთი გაკოტრდებაო. და კი, მაგრამ იმას რატო არ ფიქრობთ, რომ ჩინეთმა რო საპასუხო ნაბიჯები გადადგას ამერიკას რა ეშველება. ამიტომ ურთიერთკავშირშია ყველაფერი ერთმანეთთან. ამასთან ერთად აღსანიშნავია, აი რაც ხორციელდება, ცივი ომის ზღვარზე არის დღეს ყველაფერი. აგერ ხა წვრთნები ჩატარდა ბელორუსში, ბელორუსიული წვრთნები და ისე ჩაკეტა საზღვარი პოლონეთმა, რომ არც აპირებს გახსნას. ანუ ვითომ საუბარი ხო იყო, რომ წვრთნები რო ჩატარდება, მერე გაიხსნება. არა, წვრთნები დამთავრდა უკვე ფაქტობრივად და არც აპირებენ. არის განცხადება, რომ ჩვენო სანამ არ დავინახავთ რაღაცა პროცესებს ისეთი სტაბილურობა არ გავხსნითო. ანუ ესე იგი მთელი ევროპის შესასვლელი კარები ჩაკეტა მან რა ქვია პოლონეთმა და მთელმა ევროპა. ეხლა ერთადერთი შესასვლელი ევროპიდან არის ლიტვას მხრიდან, ვილნიუსიდან შეიძლება შეხვიდე ბელორუსში. და ბელორუსი კი არ ჩაკეტა იმ ევროპამ, რუსეთიც ჩაკეტა, იმიტომ რომ ამ გზით მარტო არ სარგებლობდა ბელორუსი. ძალიან საშიშ ტენდენციებთან
გვაქვს საქმე ჩვენ და ამ ფონზე როდესაც ევროპული აი ეს ქვეყნები არა მარტო ჩვენს მიმართ, არამედ იგივე პოსტსაბჭოური ქვეყნების მიმართ, რუსეთის მიმართ, ბელორუსიის მიმართ ასეთ მზაბ პოლიტიკას აწარმოებენ. აქედან გამომდინარე რაღაცა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რაღაცა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იცით? არ შეიძლება კედელს იმ კედელს დავეჯახოთ, საიდანაც ჩვენ ვერ გავარღვევთ ამ ყრუ კედელს, ვერაფრით ვერ გავანგრევთ. ისეთი ყრუ კედელია. არა და ჩვენ მაინც გვინდა რომ ვეჯახებით ამ კედელს და კიდე მაინც გვინდა რომ ეს კედელს დავეტაკოთ, იმიტომ რომ არ გვიღებს ეს ევროპა ჩვენ. არ გვიღებს ისეთი სახით, როგორიც ჩვენ ვართ. თუ მიღება არის საქმე, ესენი გვეუბნებიან რომ თქვენ უნდა შეცვალოთ ხელისუფლება, უნდა იყოს სხვაგვარები, დაიწყოთ ქართველობა და მაშინ კი ბატონო იქნებით ჩვენი. ეგ იგივე არის რომ ბორდელში მიიღოს ადამიანმა, ოღონდ უნდა იყოს ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის. და ესე იგი ჩვენ გვინდა ამ ევროპულ ბორდელში შესვლა და იმას და თან გვინდა რომ ვიყოთ იქ უმციკლო და პატიოსნება შევინარჩუნოთ. ბორდელში უმციკლოს და პატიოსნის რაღაც სახელს ვერ შეინარჩუნებ. თუ შეხვალ ბორდელში, იქნები შეც ისეთივე ეგრეთ წოდებული ექსკორტ ქალბატონი, როგორიც იქ არიან. დღევანდელი ევროპა სწორედ ეს ევროპული ბორდელის ნაწილია, იმიტომ რომ იქ არც არის შედარჩუნებული, არც ტრადიციული, არც ღირებულებები, არც დემოკრატია. არაფერი არ არსებობს იქ, რაც რაიმე კავშირში იყოს რაღაცა ცივილიზაციასთან. აგერ უნგრეთს თავს ესხმიან იმის გამო, რომ უნგრეთი მაგალითად სხვაგვარ ხედვას ავლენს პოლიტიკისა. ჩვენ გვინდა ევროპულ ბორდელში, თუ გვინდა ვთქვათ. ვიღაცებს სურთ მაგალითად საქართველოსთან რო დადიან ვიღაცები ევროპაში და ის ცხოვრების წესი რაც არის ევროპაში დადერგილი როცა მაგალითად ქმარი ცალკე დადის ცოლი ცალკე დადის არავითარი ოჯახი არ არსებობს არავითარი გამრავლება არ არსებობს აღარავითარი ეთნიკური ჯგუფები აღარ არსებობს ადგილობრივი ფრანგი ფრანგს არ გავს ინგლისელი ინგლისს არ გავს ამიტომაც არის ეს აურაცხელი მიტინგები ტარდება იმიტომ რომ დაიკარგა ეს ქვეყნები ადგილობრივმა ერებმა დაკარგეს კონტროლი თავიანთ ქვეყნებზე. აგერ ხო ხედავთ, კაცო, ბრიტანეთში უკვე ბრიტანელი პრემიერი ენატრებათ, გერმანიაში გერმანელი ენატრებათ უკვე. იმდენად ეს ტენდენცია შემოვიდა. და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა ესეთი ქვეყანა? და ჩვენთანაც ხო არის ეს ტენდენციები უკვე უცხოტომელები ძალიან აქტიურად შემოვიდა, იმიტომ რომ ეხა ესენიც ხო ჩვენ ზოგიერთების აზრით ხო არ უნდა ჩამორჩეთ ამ ტენდენციას, თუ არის მიგრანტების შემოსევა იქ, აქედან გამომდინარე ჩვენც უნდა ავყვეთ ამას, მაგრამ ისინი თუ გაუძლებენ, ჩვენ ვერ გაუძლებთ. დიდი ქვეყნები ამ ყველაფერს გაუძლებენ და ჩვენ ვერ გაუძლებთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აი ეს აქცია, რომელიც და ის დიდი რაღაც გარკვეული ღონისძიება იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩარლზ კირკთან დაკავშირებით, როდესაც მთელი ამერიკული საზოგადოება გამოვიდა, თუ ჩვენ მოგწონს ეს რაღაცა გარკვეული ეს გამოხმაურება, მაშინ ჩვენც ესეთივე უნდა ვიყოთ. არ ვიცი, გვიყვარს ეს კონსერვატიული რაღაცების გარკვეულწილად შეფასება დადებითად, მაგრამ თუ ესე მოგწონს, ჩვენ ჩარლი კირკებს მივცეთ ასპარეზი და აქაურ ქართველ იმ ანალოგიურ ტიპის ადამიანებს ცეთ პატივი თუ მანდამაით და მოკლად ვიღაცა და მე ეხლა სულ არავინ არ იცოდა საქართველოში ვინ იყო მაგალითად ჩარლი კირკი არ იცოდა უმრავლესობა ბევრმა არ იცოდა და გახდა ცნობილი მას შემდეგ რაც ეს კაცი მოკლეს ასე არის ჩვენთან საქართველოში უყვართ გარდაცვლილი ადამიანები პატივს მიაგებენ მაშინ როდესაც მოკლავენ ადამიანს ბევრი ადამიანი ბევრი ტელევიზია ემსახურება ამ კონსერვატიულ ღირებულებებს საქართველოში, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეხლა რახან ცოცხლები არიან, ალბათ არ უნდა მიაგონ პატივი. ეხლა თქვენ თვითონ შეაფასეთ, ეხლა ვინ არის და რა არ არის, მე არ მინდა ეხლა ვიღაცაზე და აღამატებული ტონალობით ვილაპარაკო, ვინ რას ემსახურება, თქვენ მე მგონი შეუმჩნეველი არ გრჩებათ ეს და აი ეს ღონისძიება რა ჩატარდა თუ მოგწონს ჩვენ რაც არის, მაშინ ჩვენშიც უნდა იყოს ეს ტენდენციები საქართველოში. ქვეყანაში არა პოლიტიკური ან კულტურული, არამედ სასულიერო ომი მიმდინარეობს. ჩარლი კირკის საჯარო პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას პიტ ჰექსეტმა ამერიკელების სასულიერო გამოღვიძების, რელიგიისა და ოჯახური ღირებულებების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ღმერთი, რელიგია და ჭეშმარიტება
დაბრუნდეს ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ტულსი გაბარდის თქმით, სკოლებში ამჟამად ივდევნებიან ის ბავშვები, რომლებიც ტრანსგენდერული იდეოლოგიის ნაცვლად ღმერთს და ბიოლოგიურ ჭეშმარიტებას აღიარებენ. ჩარლი კირკი ქმნიდა მოძრაობას, რომ ხალხი პოლიტიკურ ჭეშმარიტებამდე მიიყვანა, თუმცა დროთა განმავლობაში მანაც და ჩვენც გავიაზრეთ, რომ ეს არა პოლიტიკური ან კულტურული ომი, არამედ სასულიერო ომია. რწმენა და ოჯახი უპირველეს ყოვლისა. ჩარლიმ სასულიერო გამოღვიძებას დაუდო სათავე. ჩვენი ქვეყანა გაანათა ქრისტესკენ მიმავალ გზაზე. ეს არის გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩარლიმ თავისი საქმიანობის არენა ჩვენი სკოლები აირჩია, რადგან იცოდა, რომ სკოლები ჩვენს ახალგაზრდებს კრიტიკულ აზროვნებაში, იდეების დებატებსა და არგუმენტირებულ მსჯელობაში უნდა ამზადებდეს. თუმცა ხშირად ეს სკოლები დებატებს ახშობს. ამბობენ, რომ სიტყვები ძალადობაა, აჩუმებენ განსხვავებულ აზრს, მათ კი ვინც ღმერთს ახსენებს, ან ისეთ მარტივ ჭეშმარიტებაზე საუბრობს, როგორც მხოლოდ ორი სქესის არსებობაა, ხმას ართმევენ. ისტორია გვიჩვენებს ამ ბნელ ტენდენციას, რომ როცა იდეები კრიტიკას ვერ უძლებს, მისი მცველები იმის შიშით, რომ გამოაშკარავდებიან, მიმართავენ ძალადობას, კლავენ და ატერორებენ ოპონენტებს მათი დადუმების მიზნით. ახლა მაგერ ტულსი გაბარდი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები გამოვიდა თქვენს, რომ ამერიკაში იბრძნებიან სკოლებში ის ახალგაზრდები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ ტრანსგენდერებს. აი წარმოგიდგენთ, დონალდ ტრამპის ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ერთ წელიწადში იმას, რომ დევნა არ ხორციელდებოდეს იქ ქრისტიანი და კონსერვატიული შეხედულების მქონე ადამიანების. ეს ვერ შეძლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ვერ შეძლებს მეგობრებო ამას. მე არ მინდა ახლა აქ ერთი სტადიონი შეივსო, ნუ რა ვიცი, 60,000 კაცი თუ დაეტევოთ აქ. ამერიკა არის უდიდესი ქვეყანა, 60,000 ადამიანი თუ გამოვიდა, ეს არ ნიშნავს, რომ ერმა გამოიღვიძა რა. არ არის სამწუხაროდ ამერიკაში ეს საკითხი. ჩვენ თუ გინდა თავი მოვიტყუოთ, მაშინ მოვიტყუოთ, კი ბატონო. ამერიკამ ფაქტობრივად ვერანაირი პრობლემა ვერ გადაჭრა. ვერც ეკონომიკური პრობლემა, ვერც ტერიტორიული მიმართულებით, როდესაც დაისახეს, რომ თურმე გრენლანდია და კანადა უნდა მიიერთონ, ვერც ეს გადაჭრეს, ვერც ომი ვერ გააჩერეს. თქვენ როგორ გონიათ ამომრჩეველი რომ მივა კიდევ ეხლა ურნასთან და ეს პრობლემები რომ კლავაც დაგვდება, შეიძლება რომ თქვათ იგივე მე არ ვიძახი ხა რომ ტრამპი შეიძლება სხვა მოვიდეს დიდი ალბათობით. და მე ისევ დაიწყება ზეწოლა თქვენ. ამიტომ ჩვენ იმას კი არ უნდა ვუყუროთ გუშინაც ვილაპარაკე ამერიკაში რა. მოდი რა ჩვენ საქმეს მივხედოთ რა. ამერიკა რომ შეცვალოს პოლიტიკა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენც ხო უნდა შევცვალოთ. ეხლა იქ თუ ამერიკის გეზი არის რომ აქ აი ესეთი მიდგომები აღარ იყოს, მაშინ ავდგეთ და სოროსის ფონდი გავაგდოთ. ტრამპი აკრიტიკებს სოროსის ფონდს. რატომ მუშაობს საქართველოში სოროსის ფონდი? თუ ჩვენ ვიძახით ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი. როცა ამერიკის პრეზიდენტი განათლების სისტემას ფაქტობრივად ახლიდან აფორმირებს, ხო? მოდი ჩვენც ასე გავაკეთოთ, დავხუროთ ყველა ეს უნივერსიტეტები და ახალი უნივერსიტეტების შექმნა, რომლებიც ეროვნულ ნიადაგზე იქნება. დღეს ყველა სასწავლებელი მუშაობს ამერიკისა და ევროპის იმ ლიბერალური ფრთის გაძლიერებაზე. დღეს ჩვენ შვილებს უშვებთ სასაკლაოზე. და აქედან გამომდინარე, ახლა ვერანაირად, ესე იგი, რა ვიცი, მე გვიკვირს მიტინგებზე, რატო გამოდის ახალგაზრდა? გამოვა, აბა რა იქნება ახალგაზრდა, რომელიც მივა იქ მაისურაძის, მივა იქ გიულია ლასანიას, მივა იქ ბოდიში და აი გაურკვეველი ტიპის ადამიანების ლექციებზე, სემინარებზე, აბა რას იზამს, მაინტერესებს, რას? ჩვენ გვინდა რომ ეს საზოგადოება გქონდეს? ჩვენ ხო უნდა ძირეულად შევცვალოთ ეს ყველაფერი. ტრამპმა დაიწყო ეს პროცესი, უბრალოდ ვერ მიყავს ბოლოს. ჩვენ მოდი დავიწყოთ და ჩვენთან უფრო ადვილია ამის მიღწევა, იმიტომ რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა. დიდ ქვეყანაში უფრო ძნელია რეფორმების განხორციელება, ვიდრე პატარა ქვეყანაში. ამიტომ ამის დრო არის. თუ ასე გვიხარია იქ რომ ჩარლზ კირკის პანაშვიძე ამხელა ესეთი განცხადებები კეთდება, მოდი ჩვენც ესე გავაკეთოთ მაშინ. იმიტომ რომ ტრამპმა შეიძლება ვერ შეძლოს ეს. და თან გამოვიყენოთ ეს სიტუაცია. ეხლა თუ ამ ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ გვექნება ყურის აწევისა და რაღაცა ალიყურის გარკვეული გამოყენება, რომ აი თქვენ რატო აკეთებთ ამას, მოდი გავაკეთოთ ეს, თორე ხვალდაზე შეიძლება გაგვიჭირდეს ამის გაკეთება, იმიტომ რომ ზეწოლა იყოს ამერიკელი. როგორ ეხლა თუ განათლების სისტემის რეფორმირებას დავიწყებთ, ხო არ იქნება ამერიკიდან ამაზე შენიშვნა, იმიტომ რომ თვითონაც აკეთებენ ამას. თუ ჩვენ დავიწყებთ იმას, რომ გავწმინდოთ ჩვენ აი ამ სოდომისტები, ხო არ იქნება,
იმიტომ რომ თუ რაღაცა ვიტყვით რომ თქვენც ამას აკეთე. ხა თუ გეტყვია რომ ნუ აკეთებთო, მაშინ ნუ ეხლა იცით რა, სადაც ვიწროა იქ გაწყდესო, ნათქვამი ახლა ასე ბოდიში ნურს გაფრინდები, ნურს მოფრინდების პოლიტიკით და გეკუთვნის და არ გეკუთვნის პოლიტიკით ვერ წავართ შორს. ვერ. თურქეთს და ერდოღანს ფეთიულა გულენის სასწავლებლები რომ არ გაეუქმებინა დღეს თურქეთში ერდოღანი არ იქნებოდა. ერდოღანმა რატო გააუქმა ის სასწავლებლები? იმიტომ რომ ის სასწავლებლები მოქმედებდა თურქეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს 30 წელი ქართული უნივერსიტეტები მოქმედებდნენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. გაიხედეთ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის, ეხა ყველაზე არ მეთქმის. როგორი ახალგაზრდობა მოდის, რომლებსაც ის კი არ უნდათ საქართველოს რა არის ამერიკა როგორ იქნება, ევროპა როგორ იქნება, პირველი ამას აყენებენ საკითხს. ევროპა უპირისპირდება საქართველოს და ესენი ევროპის გვერდით განან. ვინ ახართ, საიდან მოხვედით, რა უბედურებაა ეს. ესე იგი დაპირისპირებაში ქვეყანა არის დასავლეთთან ამერიკასა და ესენი იმათ პოზიციას იკავებენ. ამიტომ ვიძახი ჩვენ უნივერსიტეტების, მთელი სკოლების, მთელი განათლების სისტემის რეფორმირება უნდა დავიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ თაობას, რომელიც თვითონ გაანადგურებს ამ ქვეყანას. ჩვენ ნამდვილად იმაზე ცაზე ვერ გამოვეკიდებით ჩვენი თაობა. ჩვენი თაობა არის უნდა წავიდეს, მოვიდეს ახალი თაობა. ნუ ეხლა ჩვენ წასასვლელად ჯერ არ ვემზადებით, ჯერ ისევ ახალგაზრდება თვლით თავს და არც ისეთი ისინი ვართ რაღაც ჭარმაგები, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს გაგრძელება ამის არ შეიძლება. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად, ჩვენი გადაცემის სტუმარი არის სოლიდარობა მშვიდობისათვის პარტიის ხელმძღვანელი ბატონი მიხეილ ჟღენტი. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. საღამოშტებისა, მოგესალმებით, მივესალმებით პატრიოტულ მომხრეებს. ცოტა გამიგზელდა მე შესავალი, მაგრამ აი ჩვენ რასაც ვაკვირდებით, აი რომ უყურებთ ამ პროცესებს. ყველაფრის კლონირება რო ხდება ამერიკიდან და კოპირება. აი რა ვიცი, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? რამდენად შესაძლებელია ის რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ის რაც დაიწყო ტრამპმა ჩვენ მაინც გავაკეთოთ ტრამპი თუ ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, იმიტომ იქ უფრო ბევრი წინააღმდეგობა. ბოლნიკოვს ამ სტუდიაში სამი თვის წინ ვთქვი რომ ყველაფერს ეშველება სოფლის მეურნეობასაც აღვადგენთ, მრეწველობაც შეიძლება აღვადგინოთ, მოვიყვანოთ რაღაც მდგომარეობამდე, მაგრამ ის თაობები, რომელიც უკვე ორი თაობა, რომელიც აი ამ 30 წლის განმავლობაში არის პრაქტიკულად ყველა რა თქმა უნდა არა, მაგრამ ძალიან დიდი ზემოქმედების ქვეშ და ის უნივერსიტეტები, რომლებიც ათეული წლები ზრდიან იმ კუთხით, რომ ისინი უნდა იყვნენ მხოლოდ მომხმარებლები და არავითარი შემომქმედი ახალგაზრდობა არ უნდა გაიზარდოს. ეს ამან გამოიწვია უკვე სერიოზული რყევები და ჩვენ ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები, რომელთაც ერთ-ერთი რამ აინტერესებთ, რომ რაც შეიძლება მაღალი ანაზღაურებადი სამსახური, რაც შეიძლება კომფორტული ცხოვრება და კომფორტი და მომხმარებლობისკენ მიდრეკილება გახდა ცხოვრების წესი. რა თქმა უნდა, სათანადო ანაზღაურება, დამსახურებული ხელფასი ყველასთვის კარგია და მივესალმე, მაგრამ ამისთვის გარდა იმისა, რომ აი ამ ტვინ აღზრდობ უნივერსიტეტებში მიიღონ ის, რაც არ უნდა მიიღოთ, აბსოლუტურად სხვა რელსებზე დააყენეს ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენ ვხედავთ აი ამ ტრაგიკულ სურათს, როდესაც პრაქტიკულად დასავლეთი ეს არის ახმული მიწად მიიჩნევა, სადაც არის ძალიან მაღალი ხელფასები, სადაც არის მაღალი პენსიები და აი რეკლამა არის მოხუცების ღირსეული სიბერე. ბატონებო, დასავლეთ მხოლოდ თავისი მოხუცებისთვის უნდა ღირსეული სიბერე, მხოლოდ თავისი მოქალაქეების უნდა ღირსეული ხელფასი და ღირსეული დასაქმება, სოციალური შეღავათები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ბოლო 2 წლის განმავლობაში რა მდგომარეობაშია თქვენს მიერ ბატონ ნიკოლოზ ნახსენები გერმანიის ეკონომიკა, სადაც მთელი სოციალური სფერო პრაქტიკულად ჩამოიშალა და თითქმის ნახევარზე მეტი ის შეღავათები, რაც ქონდა სოციალურ კუთხით დაინგრა. დასავლეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიღებული ეს დოვლათი, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით 4-დან 5 ტრილიონ დოლარამდე არის, უკვე თავის ესე ვთქვათ გამოიყენა, ის შეჭმულია და ამიტომ საჭირო არის ყველაფერი ახლა ახლიდან და რუსეთი გახდა ახლა ის ქვეყანა, რომლის დამონების, რომლის დაჩაგვრის, რომლის რესურსების მიტაცებით შეიძლება ევროპა გადარჩეს. რატო ვთქვი ახლა ეს? ის რაც ჩვენ ხალხ ფიქრობთ, რომ ევროპაში არის კარგი, ის უკვე სრულდება.
კი ბატონო 20-30 წელს შეიძლება ევროპა იყო ის ქვეყანა, ის კონტინენტი, სადაც ყველანაირად დიდი შეღავათები იყო და მაღალი სოციალური მდგომარეობა იყო. მათ თავიანთი სოციალური მდგომარეობა გამოჭამეს და ეხლა ჩვენ რა მდგომარეობაში ვარ და რა პოზიცია აქვს საქართველოს. საქართველოს უკვე მრავალი ათეული წელია აქვს ერთადერთი ფუნქცია, ეს ფუნქცია გახლავთ, რომ იგი უნდა იყოს ყურმოჭრილი მონა და სიტყვის შებრუნების გარეშე უნდა შეასრულონ დასავლეთის ყველა მოთხოვნა, მათი სურვილები და მათი სურვილები რა არის? ეს არის კოლონიური ქვეყნის მშენებლობა, რომელიც გარკვეულწილად მიაღწიეს და ის ახალგაზრდები, რომლებიც წლების მანძილზე სწავლობენ ამ უნივერსიტეტებში, არიან უკვე ზემოქმედების ქვეშ და ჩვენ გვაქვს ტრაგიკული სურათი, რომლის გამოსწორებაც, აი ასე ვთქვათ, უკვე დღეების ამბავია. ჩვენ არ გვაქვს წლები. ჩვენ წლები არ გვაქვს, იმიტომ რომ უახლოეს პერიოდში არის. ჩვენ წინამდე გვაქვს. დრო კატასტროფულად მუშაობს ჩვენ წინამდე. თქვენ სწორედ თქვით, ბატონო ნიკოლოზ, რომ აი ეს ერთი სტადიონი, თუნდაც 10 სტადიონი შეიკრიბოს 360 მილიონიანი ამერიკისთვის, ეს არაფერი არაა და აი 3 წელი რაც აქვს დარჩენილი ტრამპს, მე იმედი მაქვს, რომ ამას თავის მეორე კადენციას მიიღოს ბოლომდე, უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სიტუაციური პარტნიორები უნდა გავხდეთ. ჩვენ ამერიკის პარტნიორი ვერასდროს ვერ გავხდებით, აი ამ სიტუაციაში, აი ამ ფარვატორში უნდა ჩავждეთ და მოვახდინოთ იმის რეორგანიზება და იმის ცვლილებები, რაც ამდენი წელია თავს მოგვახვიეს და კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, დასავლეთმა ამოწურა თავისი ყველა რესურსი. მხოლოდ ერთადერთი რესურსი დარჩა ახლა დასავლეთს და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს, საქართველოს და ჩვენაირი პატარა ქვეყნები, პოსტსაბჭოური ქვეყნები გამოიყენონ იმ კონფლიქტის გასაღვივებლად და ყურადღების გაასატანად რუსეთის, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში უკვე მეოთხე წელი და ეს არის ჩვენი ყველაზე ალბათ მთავარი გამოწვევა და ჩვენ გვაქვს ამაზე ჩვენ ვიყავით აი სხვათა შორის ხო მაგაზე მინდოდა მეთქვა გუში გამომრჩა მეკითხა თქვენთვის და დღეს კითხავთ ამაზე თქვენ ბრძანდებოდით მოლდოვაში ყოფილ ჩვენს სოციალისტური ბანაკის საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკაში და იქ შეხვედრა ქონდათ ყოფილ პრეზიდენტ დოდანთან, რომელიც ნუ ჩვენ კარგად ვიცით რომ როგორი ორიენტაციის არის ადამიანის პოლიტიკურად რუსეთთან უფრო აქტიური თანამშრომლობის მომხრეა და აი იქნება გითხრათ აი ამ ვიზიტის შესახებ გვიამბოთ. დიდი მადლობა. 11-12 სექტემბერს მოლდოვაში, ქალაქ კიშინევში გაემართა მრგვალი მაგი და საქართველოს მოლდოვა დამოუკიდებლობის გზაზე. ჩვენ მიწვეულები ვიყავით ადგილობრივი ექსპერტების მიერ და ჩვენ დელეგაციაში 7 კაცი დელეგაცია იყო ბატონი თემურ მაისურაძე, ბატონი გოშა ცოფურაშვილი, ბატონი ვასილ კაპანაძე, ბატონი ნიკოლოზ ბიწაძე, ბატონი ვიქტორ კვიციანი, ბატონი ირაკლი უბილავ და თქვენი მონამორჩილი. აი ხა რატო საუბრობ მოლდოვაზე? ჩვენ თითქმის ერთნაირი ბედი გავიზიარეთ პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან გამომდინარე, ორივე სოფლის მეურნეობის ქვეყანა ვართ, ორივეს გვაქვს გარკვეული კი არა სერიოზული ტერიტორიული პრობლემები და მთავარი რა იყო? ნახეთ, ბატონი ნიკოლოზი საუბრობდა გარეთ ჩარევებზე. რუმინეთის პრეზიდენტი კატეგორიულად აფრთხილებს მოლდოვის მოსახლეობას და მინდა შეგახსენოთ, რომ 28 მაისს მოლდოვაში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და ასეთი პოსტულატი აქვს მას გამოყენებული, რომ თუ არ აირჩევენ სანდუს და მის მომხრეებს, ანუ იმ კოალიციას, რომელსაც სანდუ წარმოადგენს, მაშინ მოლდოვა დაადგება საქართველოს გზას. აი ხა განსაზღვროთ რა არის საქართველოს გზა და რითი აშინებენ მოლდოվել ამორჩევებს. ესე იგი საქართველოს გზა და საქართველოს აღმოჩნდა მათი გაგებით რუსეთის გავლენის ქვეშ. ჩვენ ქონდა გამოსვლები, ქონდა ინტერვიუები, მიწვეული ვიყავით იქ ტელევიზიებში, მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად სახელმწიფო ტელევიზიები ყველა არის სანდუს რეჟიმის გავლენის ქვეშ და იყო საუბარი რა დაკარგა საქართველოს, ან რა მიიღო იმით, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ გადავწყვიტეთ სუვერენიტეტის დაბრუნება და დეკოლონიზაციის დაწყება.
საქართველოს ზრდა ეკონომიკური არის 9%, მოგახსენებათ, სამწუხაროდ მოლდოვაში არის 0.1%. ანუ ეს ქვეყანა არის სტაგნაციის მდგომარეობაში და შიში იმისი, რომ ოდესმე მოლდოვამ შეიძლება იგივე გზა აირჩიოს და სუვერენიტეტისკენ იაროს და აქ თავარი რაზეა საუბარი, რომ რუსეთისკენ არ გაიხედონ, რუსეთის ეკონომიკასთან არ დაამყარონ ურთიერთობა, რუსეთის ეკონომიკა არ შემოვიდეს მოლდოვაში და მოლდოვური საქონელი და ამ შემთხვევაში ძირითადად ღვინო, ხილი, ბოსტნეული, იგივე სოფლის მეურნეობა დაახლოებით რაც ჩვენთან არის, არ შევიდეს რუსულ ბაზარზე. აი, ამითი აშენებენ, რომ თქვენ გახდებით თუ სანდუ არ გახდა პრეზიდენტი და მისი კოალიცია, თქვენ გახდებით და იმ მდგომარეობაში აღმოჩნდებით როგორც საქართველო და იქნებით რუსეთის ქვეშ. და არის საუბარი, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული. ჩვენ განუმარტეთ ჩვენმა კოლეგებმა და მეც მათ შორის, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერი პრორუსული არ არის. კარგი იქნებოდა ისიც დავძინე, რომ უფრო მეტი ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მიმართულებით, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენი დაწყებული. თუმცა ისიც არის, რომ დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის შემთხვევაში საქართველოს რუსეთი არის პირველი მეორეს ასე იყოფს ადგილს ეკონომიკურ თანამშრომლობაში, პარტნიორი თურქეთთან ერთად, ხო? და აი ამ ფონზე მოლდოვაში არის უფრო მე ესე ვიტყოდი უფრო ხელსაყრელი სიტუაცია, რატო ეშინია დასავლეთს ახლა მოლდოვის დაკარგვის. იქამდე ეშინიათ, რომ თუ ოპოზიციამ ეს არის პატრიოტთა კოალიცია, რომელიც შედიან სოციალისტები, კომუნისტები, რამდენიმე პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობს მეხუთე პრეზიდენტი იგორ დადონი, იქ 50-50-ზე არის. ანუ მოსახლეობის მდგომარეობა იქ რუსეთთან მიმართებაში და ანტიდასავლური განწყობა ჩვენგან განსხვავებით უფრო არის წარმოჩინებული და ანუ უფრო აქტიურია საზოგადოება რუსეთთან ურთიერთმშობლობაში. საზოგადოება არა, ვიცი, მეც ვარ ნამყოფი და ვიცი, იმიტომ რომ იქ მაინც ბევრი გარკვეული რუსულენოვანი საზოგადოება, რუსები ბევრი ცხოვრობენ, თან გადაჯაჭულია ბიზნესები რაღაცა დოზით და ეს მოქმედებს. კი ბატონო, და აქედან გამომდინარე ესენი ცდილობენ, რომ აი ეს არჩევნები იყოს გადამწყვეტი და იმითაც აშინებენ და საფრთხეც არის იმისი, რომ თუ დაინახა დასავლეთმა და კიდევ ერთხელ რუმინეთის პრეზიდენტი პირდაპირ ერევა სუვერენული ქვეყნის საქმეებში და უფრო მეტიც პრეზიდენტი და პირველი პირები არიან რუმინეთის მოქალაქეები. ნუ ახლა ჩვენ ეს არ გვიკვირს, იმიტომ რომ ქალბატონი სალომეა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტიც არ იყო საქართველოს მოქალაქე და ნუ ეს არ არის, მაგრამ თავარი ისაა, რომ მოლდოვეთის მდგომარეობა დღეს არის 50-50 და თუ დაინახა დასავლეთმა, რომ შეიძლება მათ წააგონ თავიანთი, ასე ვთქვათ, ხელდასმული სანდუს კოალიცია დამარცხდა, არ გამოვრიცხავ, რომ იქ მოხდეს და ამას ჩვენი კოლეგი ექსპერტები, მოლდოველი ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს დღესისპირეთში სამხედრო კონფლიქტი და ამითი გამომდინარე უკრაინის მაგალითიდან, ღმერთო დაიფაროს ყველა ქვეყანა უკრაინის ბედისგან, მოხდეს სამხედრო დაპირისპირება და ამითი სანდუს რეჟიმმა გაიხანგრძლივოს არსებობა და ეს იქნება ერთადერთი საშუალება, რომ დასავლეთმა შეინარჩუნოს მოლდოვა. საკმაოდ სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული მოლდოვის შესანარჩუნებლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 50-50-ზე არის მოსახლეობის განწყობა. მოსახლეობა მიხვდა რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რას დაპირდნენ, როგორც ცნობილი გამოთქმა, რა შეუკვეთეთ და რა მივიღეთ. ანალოგიურ მდგომარეობაში არის მოლდოვა, თავის ტერიტორიული პრობლემები დაწყებული, ეკონომიკი დამთავრებული. ერთადერთი გამოსავალი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა, პატარა ქვეყნები, ეს არის ეკონომიკის, ურთიერთობის, პარტნიორობის დივერსიფიცირება, თანამშრომლობის, მისცემს საშუალებას ყველა ქვეყანამ. ჩვენ ისე არ გაგვიგოთ, რომ მე ყოველთვის ვამბობდი ბოლო წლების მანძილზე, რომ ევროკავშირთან ჩვენ არაფერი გვესაქმება, იმიტომ რომ ის არ არის ჩვენთვის მომხიბვლელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცალკე საფრანგეთთან, ცალკე გერმანიასთან, ცალკე ევროპის სხვა ქვეყნებთან ვითანამშრომლოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც ელჩები და მე გარწმუნებ თქვენ 5-6 ოქტომბერს ჩვენ პარლამენტის წინ კიდევ ვნახავთ ამ ელჩებს ბანონ ნიკოლოს, ეს ელჩები კიდე მივლენ იქ და მე მაგ იმის ასე ვთქვათ შიშ გამოთქვავ, შეშფოთებას, რომ ეს ელჩები გაცილებით უფრო რადიკალურები იქნებიან. ანუ დღეს საქართველოს და მოლდოვისთვის ბრძოლა მიდის, გამალებული ბრძოლა მიდის, თორე ეს ორი ტერიტორია, ეს ორი ქვეყანა, როგორც ტერიტორია, მათთვის არის დასავლეთის მომხიბვლელი მხოლოდ ერთი რამით. არავინ არც მოლდოვა სხვა შორის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენგან განსხვავებით ის წინ არის
ასე ვთქვათ, ჩვენზე წინ არის, მაგრამ აი კანდიდატი ქვეყანა მაგრამ ეს ეგ წევრი ხო არიან? კი. და რუსეთის საელჩოც არის. ან ყველაფერი ჩვენგან გასხოვებით, იქ დიპლომატიური ურთიერთობები სხვანაირად არის, მაგრამ აქ არის სხვა მომენტი. მოლდოვას ისტორია და ჩვენ ისტორია ხო ვთქვით, რომ ერთნაირია თითქმის, მაგრამ აქ არის ერთი რამ, მოლდოვა ევროპაშია, ანუ ჩვენ გასხოვებით, ჩვენ ევრაზიის გასაყარზე ვართ, ხო? საზღვარზე ვართ, მაგრამ მოლდოვა არის ევროპული ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად, როგორც მე დასკვნა გავაკეთე, რუმინეთს მისცეს, რომ აი რუმინეთის ნაწილი გახდეს და რუმინული გავლენა გაიზარდოს და მხოლოდ ეს იქნება მოლდოველებისთვის ევროკავშირში შესვლის, ასე ვთქვათ, პერსპექტივა. რაც შეეხება ევროკავშირში შესვლის პერსპექტივას, ყველა პატარა ქვეყანა, პოსტსაბჭოური თუ პოსტსოციალისტური, რომელიც გახდა ევროპის ნაწილი, მათ უახლოესი წელიწად ნახევარი, 2 წელი გაინცადეს სერიოზული ეკონომიკური სტაგნაცია. ძალიან რთულია აემხელა ეკონომიკაში შეხვიდე, როდესაც საკუთარი ეკონომიკა არ გაქვს და კიდევ ხელ ვიმეორებ. დასავლეთი, ამ შემთხვევაში ევროკავშირის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა იმის იმედს, რომ ნებისმიერი ახალი დამატებული ქვეყანას ისინი შეინახავენ, არამედ შეინახავენ, არამედ მათ რესურსებზე შეიძლება კიდე აი ეს რაც არის დარჩენილი რესურსები, ის რესურსებიც ამოწონ. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, აი ხლა ბევრი რამ გამიგზელდეს მოლდოვაზე საუბარი. მე მინდა მოლდოველ ხალხს უსურვო პირველში მშვიდობა, ის არჩევანი, რომელიც იქნება გაკეთებული, რომ დასავლეთი, კიდე ერთხელ ვიმეორებ, დასავლეთი არნახული ზეწოლით ერევა ამ ქვეყნის ბედიღბულის გადაწყვეტაში. ანალოგიურად ჩვენთან და იმიტომ არის ახლა ჩვენთან მართალია ასეთი ნიკოლოზ ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოში ადგილობრივი არჩევნები, ასეთი დატვირთვა მე არ მახსოვს. ადგილობრივი არჩევნები ეს იყო ჩვეულებრივი ერთ-ერთი არჩევნები, რომელიც ზოგადად არ წყვეტდა საქართველოს მომავალს და საქართველოს ბედს, მაგრამ ეხლა უკვე მიიღო სხვა ფუნქცია. ეს არის ომი გამოცხადებული, ფრონტი გახსნილია, ცეცხლი გახსნილია დასავლეთს და ამიტომ მოდით ესე ვიფიქროთ, არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა პოსტსაბჭოური ქვეყანა და იმასაც დავძენ, რომ მოლდოველი ხალხი უფრო მობილიზდა და უფრო მზად არის იმ ცვლილებისთვის, ვიდრე ჩვენ. აი ხა მე ერთი რამე მინდა ვთქვა, აი ხა იგივე დოდანი, რომელიც პრეზიდენტი იყო, ესე იგი სანდუმდე, მე მახსოვს, რომ ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ აი ეს პრობლემა დნესტრიფირეთის მოეგვარებინა. ბაზები გაიყვანეს, გარკვეული ესე იგი სამხედროები გაიყვანეს დნესტრიფირეთი რუსეთმა, ანუ დაწყებული იყო პროცესი უკვე იქითკენ, რომ მოგვარებული იყო ეს კონფლიქტი, მაგრამ მერე შემდგომში ჩარევა მოხდა დასავლეთისა და იქ პროცესები ისე წავიდა, რომ ჩამოაშორეს დოდანი. აქედან გამომდინარე, როდესაც აქ საუბარია იმაზე, საქართველოშიც მესმის ეს ხმები, რომ აი რუსეთი არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოში მოვიდეს მაგალითად ამერიკელები, დასავლელები. რუსეთი არ რუსიცით რა არის მეგობრებო, ერთ რამეს გეტყვით. რუსეთს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა თქვენს კარგად ის სომხეთზე, ხო? სანამ სარკისიანი იყო პრეზიდენტი. ბაზა იქ ჰქონდა გიუმში. სარკისიანიც ახლოს იყო მათთან, მაგრამ მოახდინა ის რომ გადატრიალება, ანუ მოხდა გადატრიალება. იანუკოვიჩიც ასევე რუსეთთან ახლოს იყო, მაგრამ მოხდა იქ გადატრიალება. მარტო ის არ არის, ჩვენ გვიყვარს ვიღაცაზე დამოკიდებული ყოფნა. საქართველოშიც, სომხეთშიც და იგივე მოლდოვაში საკითხს ყვეთს ადგილობრივი მოსახლეობა. როდესაც ხელისუფლება არის სუსტი, ამ შემთხვევაში სარკისიანი და იანუკოვიჩი, იქ უკვე ადვილია რყევების გახორციელება. და ჩვენთანაც ეხლა ეს ლაპარაკი რუსეთს თავისი პრობლემები აქვს იქ უკრაინაში. არავის შენი გულისთვის თავს არ მოიკლავს რა. ამიტომ ესეთი განცხადებები ჩვენს გაგიგიათ, რომ აი რუსეთი რა დაუშვებს, არ დაუშვებს, შენ არ უნდა დაუშვა ეს. შენ ხალხმა არ უნდა დაუშვა. თორე ისე ლამაზად მოხდება, როგორ ამხელა უკრაინაში პრეზიდენტი თავისი იყო, სომხეთში თავიანთი ლიდერი ყავდათ, მაგრამ მოხდა ეს ყველაფერი. მაპატიეთ, ბაუნიკოს, უფრო მეცაც გეტყვით. ბოლო 20 წელი 93 წლიდან მოყოლებული, როცა ტერპეტროსიანი იყო მაშინდელი პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატებისგან გამოითხოვა მან უფლება, რომ რუსეთთან ქონოდა კარგი ეკონომიკური ურთიერთობა და სწორედ რუსეთის ხარჯზე არ ეწყინება ჩვენ სომეხ კოლეგებს, სომხეთის ეკონომიკა ფუნქციონირებდა და სუნთქავდა, იმიტომ რომ ჩვენ გასხოვებით სხვა გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს, რომ მაინც ჩაკეტილი ქვეყანა არის, ჩიხურ მდგომარეობაში არის. აი ეს ქვეყანა, ამ ქვეყანამაც და ამ ხალხმაც
დაუშვა ის შეცდომა, რომ ეს ავანტურისტი კაცი მოიყვანეს ხელისუფლებაში, მაგრამ ნახეთ რა ხდება გუშინ წინ უკვე მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთის პრეზიდენტმა პაშინიანთან. ჩინეთში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტს კი არ შეხვდა ვლადიმერ პუტინი. შეხვდა პაშინიანს. ანუ ერთმნიშვნელოვნად ესე არ შეიძლება რომ რაღაცა აი ზანგეზურის დერეფანი ახლა შეიქმნა და რუსეთს გავაგდებთ. არა ბატონებო, არც იმის იმედია უნდა გქონდეს. ჩვენ რუსეთი დაგვიცავს და არა რუსეთმა ღმერთმა დაიფაროს საერთოდ რო ხელი აიღოს კავკასიაზე, მერე ნახეთ ჩვენი უბედურება. ჩვენ აღმოჩნდებით 1801 წლის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. და როდესაც რუსეთზეა საუბარი, რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ შენ გამო ერთხელ ჩვენ უკვე აი წინა საპარლამენტო არჩევნები რო იყო, ბოლო საპარლამენტო არჩევნები შაშანდელს ვიზახი, ვამბობ, იქ რუსეთის ფაქტორმა იმუშავა. იმიტომ რომ რუსეთის ფაქტორი იყო ის, რომ საქართველოში არ იყო სისხლისღვრა. მაინც იყო ეს დასავლეთსაც ჰქონდა იმის შიში. აქ რაღაცა რომ მოხდარიყო, შეიძლება რუსეთი ჩარეულიყო, იმიტომ რომ კიდე ერთი ცხელი წერტილის შექმნა კავკასიაში, ისევე როგორც მოლდოვაში, რუსეთისთვის არის უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არის სერიოზული პრობლემა. ამით მაბადეთ, ამით ვივაჭრებთ. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს აი 92 წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა და შევარნაძე ჩამოვიდა საქართველოში, პირველი ვიზიტი საქართველოში 22-23 აპრილს იყო განს დიტრიხ გენშერი ჩამოვიდა პირველი ვიზიტით. შემდეგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ისიც პარლამენტში ასაუბრები იყო, ასაკოვანი გამოსთილი პოლიტიკოსები მაშინ ბჭყალებში, რა პრობლემა არისო გერმანიამ რომ შეგვინახოსო. არა, ამას თქვენ გეღიმებათ. ამას მეც მახსოვს სერიოზულად განიხილებოდა, რა უჭირსო გერმანიასო 4 მილიონიანი თუ 5 მილიონიანი ქვეყნის შენახვა, როცა შევარნაძემ ამ ხელა საქმე გაუკეთავდა, ვფიქრობდი ეს 50 წელს გადაცილებული ხალხი მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მეთქი რას ბოდავენ, რას როშავენ. ანუ მენტალურად ჩვენ ნუ გვაქვს ის რომ ვიღაცამ უნდა გვარჩინოს. ეხლაც რუსეთმა უნდა გვარჩინოს. უნდა გვაჭამოს. პირდაპირ ვაცხადებ, მიუხედავად ჩვენი ბატონ ნიკოლოზი, ჩვენი პარტიის და ჩვენი ცდელობა რაცა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის, ნურავის ნუეგონება ის რომ ვინმეს აჭმევს. არა ბატონებო, ჩვენ უნდა არც არავის ნაჭამი მინდა მაპატიე და გადმოგდებული. ჩემი შრომით ისეთი ურთიერთობა უნდა ავაწყო მე რუსეთთან იქნება თუ ჩვენ სამეზობლოსთან, რომ ჩემი შრომა დაფასდეს და ჩემი შრომით მივიღო ის და არა გადმოგდებული, ასე ვთქვათ, რაღაცა დივიდენდებით. აი ეს არის ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ, მაგრამ რომ ქართველი ადამიანმა თავისი შრომით და თავისი საგარეო პოლიტიკით მოახერხოს ისე, რომ პოლიტიკა იყოს მისთვის მისაღები და ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს. რაც შეეხება კიდე დაუბრუნდები აი ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობას. ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობა ყოველთვის უახლოვესი რამდენიმე ათეული წელი მაინც იქნება ის, რაც იყო 10, 20, 30, 40 წლის წინ. დიახ, 40 წლის წინ. და ის ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც ჰქონდა ტრამპს ლონდონში, კიდე ერთი დასტურია იმისი, რომ მარტო ამერიკის შეერთებული შტატები ვერ წყვეტს ძალიან ბევრ რამეს. შეიძლება ნახევარ-ნახევრაზე იყოს ლონდონზე და ბრიტანეთს დამოკიდებული. ჩამოვიდა ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის, გუშინ თქვი აღარ მახსოვს მე მგონი. ჩამოვიდა მინისტრთა კაბინეტის წევრი, რომელიც არ შეხვდა საქართველოს ხელისუფლებას. არც ერთ უმაღლეს პირს. შეხვდა ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს რამეზე ხო არ მიგვანიშნებს? ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ესე მსგავსი უპატივცემლობა მე ბევრჯერ მithქვამს და გავემეორებ. აი ეს ელჩები სათითაოდ უნდა დაბარებული ყოფილიყო და უნდა მაპატიეთ პანღურით უნდა გაყრილიყო საქართველოსთან. რამდენი თვე და რამდენი წელი უყვიროდი, რომ უკრაინის ელჩი დაიბარეთ და გააძევეთ. სანამ თავზე არ დაგვამხეს უკრაინელებმა და არ გვაგინეს ლამის დედა, რომელიც ამდენი უკრაინელი შევიფარეთ, 400 ლარიანი წამლების ლიმიტი აქვს, საბავშვო ბაღები, სკოლები, ანუ ყველა პირობა შეუქმნით. არა, უნდათ რომ ჩვენ იქ ჯარი გაგვეგზავნა, ანუ ჩვენი ახალგაზრდები გაგვეგზავნა და მიგვეღო. აი ხა ისევ მინდა რომ მონაწილეობა იმაში რა ქვია. მოლდოვას მინდა დაუბრუნდე ისევ რა. მოლდოვას საკითხი არის ბევრწილად დასაფიქრებელი, იმიტომ რომ მოლდოვაში ბოლოს მაინც გატყდება ნავსი და იქ ხალხი აიღებს ძალაუფლებას, იმიტომ რომ იქ არის სხვა საზოგადოება. ჩვენთან სამწუხაროდ მოლდოვისგან განსხვავებით არის მკვეთრად უარყოფითად ანტირუსული საზოგადოება ჩამოყალიბდა. ეხლა გვინდა არ გვინდა, კი ეს ჭარმაგი თაობა უჭერს ხარს რუსეთთან ურთიერთობას, მაგრამ მომავალი თაობა არის მოწამლული, ფაქტობრივად ინექცია შეუყვანეს და
და იმას კი ვერ ხვდებიან აზროვნების უნარით წაართვეს. აი ხა თუ საქართველოს ეკონომიკა დგას, ეს არის რუსეთზე. ეს ტურისტები რო ჩამოდის, რო გეზიზღებათ, რო დაძდებთ, ვინ ჩამოდის აქ მაინტერესებს. 80% შემოდის აქ რუსი ტურისტები. ღვინო, ყველაზე მეტი, ესე იგი, აი ალკოგოლური სასმელები გადის სასმელები საქართველოდან, მეგობრებო. მეორე ადგილზე ვართ, გამოქვეყნდა ეს სტატისტიკური მონაცემები. ეს სტატისტიკური მონაცემები არის ღია და არავითარი შელამაზებას არ საჭიროებს. მაგალითად, აი მთავარი, ესე იგი, მიმწოდებელი აი ამ პროდუქციისა, ეს არის ალკოგოლზე მაქვს საუბარი, მინდა რომ აი ეს ვაჩვენოთ ეს თან ეს მონაცემები, სურათი. პირველ ადგილზე არის იტალია 83%, მეორეზე არის საქართველოს 72.8, ეს არის $1,000,000-ზეა საუბარი, მეგობრებო, 83, ეს 72. მესამეზე გასაკვირად ეს სანქციები ხო დაუწესა ბალტიისპირა ქვეყნებმა. ლატვიას აქვს 47.7, პოლონეთი 31.3, პორტუგალია 15.4, ჩილი 12.2, გერმანია 8.8, ლიტვა 6.7, ესპანეთი 6.4 და სომხეთი 4.3. ახლა მეორე ადგილზე ვართ ხალხო. და ეს ხო არ გონიათ რა კომპანიები იქნება, ნაცების იქნება ყველა კომპანია. აი მე რომ მეუნები თქვენ არ არაობებო თქვენა რომ მე თურმე ფინანსები იქიდან მე კი არ შემაქ იქ ღვინო. აი იმას შეაქვს იმ კომპანიებს რომლებიც ქუჩაში დგანან რუსთაველზე. მე არაერთხელ დამისვია ეს საკითხი რომ და ეს გამოიკვლიეთ, იმიტომ რომ ხალხი ფულს შოულობს იმ და მე ამ ფულს რუსთაველზე იმებს აძლევს ამ აკაცუკებს. შეხედეთ ამ მონაცემებს. და გამოიტანეთ დასკვნები თუ რამეს ესე იგი ჩვენ გაგვაქვს შეგვაქვს რუსეთში და მე გამოვა ერთი ვიღაცა იქ რომელიღაცა თბილღვინოს წარმომადგენელი რომელიც აფინანსებს იქა და ჩვენო ევროპაში ხა ორ ბოთლ იმას რა ქვია ორ ყუთს იმას გაყიდიან რა ქვია რაღაცა საფერავს ადრე ყიდიდნენ ერთს და იტყვიან მე რომ ჩვენ 100%-ით გავზარდეთ ღვინის გატანა იმაშიო ერთი ყუთის მაგერად რომ ორი ყუთი გააქვთ და აგერ მილიონებს მილიარდებს შოულობთ იმაში რა ქვია რუსეთში და რუსული პროდუქციით არის სავსე ქართული ბაზარი ხორბალი ზეთი ფქვილი რძის პროდუქტები შედით მაღაზიებში და ნახეთ ეს ყველაფერი და რუსი ტურისტები შემოდის რუსები დებენ ფულს და კიდე რუსებს აგინებენ გესმი წლევანდელი ხილის მოსავლის ატამი განსაკუთრებით ვაშლი ატამი და მსხალი 80% გავიდა რუსეთში მე პირადად ვარ მომსწრე ეხლა ვიყავი რუსეთში და ესე იგი გულს მიხარებდა ის რომ მიდან მოვდიოდით როსტოვიდან მოვდიოდით მოსკოვისკენ და ეს საკმაოდ დიდი გზა არის ალბათ იცით 12 საათი უნდა იგზავრო მანქანით მიდან როსტოვიდან მოსკოვამდე და აი ვაკვირდებოდი ხა ეს ის გზა არის საიდანაც ასევე თუ მანქანა მოდის მოსკოვისკენ საქართველოსთან ეს გზა უნდა გაიაროს და აურაცხელი ქართული ნომრიანი მანქანები მოდიოდნენ დატვირთული სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ეს არ არის მეგობრებო გარღვევა? მე მაინტერესებს ერთი თუ ჩვენი მეგობარია ამერიკა, გინახია თქვენ ამერიკულ ბაზარზე ქართული მანდარინი, ქართული მაგალითად პორტოხალი ფეხებზე კიდიათ. არ შეეძლოთ ეს საკითხი მაინც მოეგვარებინათ? არავის არ ჭირდება მაგათი მილიონები, რომ მოეგვარებინათ ის საკითხი, რომ ქართული პროდუქცია გასულიყო მაგალითად ამერიკულ ბაზარზე. ან ქართული, აიგე ღვინო გასულიყო. ღვინო იყიდება იქ რაღაცა ძალიან მიზერულ რაოდენობებში. მე მახსოვს ადრე ესეთი პროფესორი იყო, საცოდავი გარდაცვალა პაატა გიორგაძე და ის საუბრობდა, რომ აიო ჩვენთან იმდენი მყდარი წყლები არისო, რომ ჩვენო ყველა თითეული ქართველი მილიონერი უნდა ვიყოთო, იმიტომ რომ ამდენი წყალი არავის არ აქვსო და როგავაო თითეულ მოსახლეზეო უნდა განაწილდეს ეს ყველაფერიო და ამაზე იყო ჟაბაასი და ერთადერთხელ ცხოვრებაში მყავს ნანახი ბიზინა ივანიშვილი, აი ქართული ოცნების ჯგუფები იყო, მე არც ერთ პარტიაში არ ვარ, არ ყოფილი ვარ. ერთადერთი აი ამ ჯგუფებში მეც მუშაობდი, ეკოლოგიურ ჯგუფში ვიყავი მაშინ ძალიან სხვათა შორის ძალიან ისეთი რთული იყო მან მუშაობა, იმიტომ რომ ჟიში იყო დასადგურებული და ბევრი ეხლა დღეს რო ხელისუფლებაში არის, იქ საერთოდ არც მინახია მე და ხო და ესე იგი ეს უთხრა ივანიშვილმა მაშინ აი გიორგაძეს კიო ეს კარგია ყველაფერი მაგრამ აი გასაღების ბაზარი სადო
ევროპა საფრანგეთი შეგიშვებს, ესპანეთი შეგიშვებს, შენ პორტუგალია შეგიშვებს, თუ ვინ შეგიშვებს ამ წყლებს? არავინ არ შეგიშვებს, ხო? აი ხა ქართული წყლები სადმე ეხლა არ ვიცი PSG-ს სპონსორი რო არის, თისწყალი გონია თქვენ ის თისწყალი დაიპყრობს საფრანგეთს? და მაინტერესებს ერთი კიდე ხედავთ რომ ერთადერთი გასაღების ბაზარი და ერთადერთი ფულის შემოდინების ბაზარი წყალი არის რუსეთი, ხო? და ამას არ უნდათ ამის აღიარება, გესმით? ჩვენ ყოფილვართ პრორუსები, ჩვენ რუბლი არ მიგვიღია, რაღაცა ისეთი სტუდიაში ვზივართ თავზე, როდის დაგვეცემა, ჭერი კაცმარიცის. და ესენი აგერ მილიონებს ანახეთ ეს დინამიკა. ესენი აგერ ამხელა მილიონებს შეულობენ იტალიაში ჩამორჩებიან 2025 წლის მონაცემებით. და ეს ის ხალხია, მეგობრებო, 80% ნაცები არის. აი ეს საოცრება. ხო, აი ნებისმიერ ამათა რომ მივიდეთ და რაღაცა ამ პარტიისთვის, ან ტელევიზიისთვის რაღაცა ვთხოვოთ, იქიდან ჯერთი ხო არ შეგუშვებენ და მე დაგვრცინებენ და ესე გამოგუშვებენ. ნუ ეს მოცემულობა, ბანკოლოს ეს მოცემულობა გვაქვს და ამ მოცემულობიდან გამომდინარე ჩვენი ამოცანა კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ამოცანა არის მტერ მოყარის გარჩევა. 25-ში არის ტრაგედიის დღე, როდესაც დაეცა სოხუმი, ხო, 93 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდან საქართველოს დაიწყო კატასტროფული უკანსვლა. ეკონომიკა, მეცნიერება, განათლებაზე ხო საერთოდ ჩვენი განათლება თავიდან არის უნდა დაშალო მთლიანად ის არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას, ის დასაშლელია მთლიანად და ახალი სისტემაა შემოსღები, იმიტომ რომ ამ განათლებამ ჩვენ ბავშვები დეგრადირებამდე მიგვიყვანა. ერთადერთი რაც არის აი ახლა სპორტში ჩვენი სპორტსმენები ეს კიდე აი ქართული ჟინი, ქართული სული მუშაობს და ჩემპიონები ხდებიან და ახლა 18 წლის ბავშვი გახდა ჩემპიონი, მინდა მიულოცო მთელ საქართველოს მის ოჯახს და ეს ძალიან იშვიათად რომ ესეთ ემოციური ჰქონოდა ფონი. აი ეს ამ ენერგიას რო ვერ ვიყენებთ, ამ საშუალებას და ამ ღმერთისგან ნაბოძებს სიკეთეს, იმიტომ ვართ ამ მდგომარეობაში. იმიტომ ვართ რომ საქართველოს დღეს კიდე დგას როდემდე შეიძლება 25 წელი შეიძლება რუსთაველზე ველურებივით ჯოხები მიტინგები ჩემპიონი კომბლები მიტინგები ჩემპიონი ხო კომბლები დავბივართ და ამაყობენ რომ 300 დღე გახდა 300 დღე არისო რესა უწყვეტი პროტესტიო იქვე ცხოვრობ და ვიცი რა უწყვეტი პროტესტია 3 კაცი დგას და 3000 კაცი დედას იგინება იმიტომ რომ უწევს კოლმოვრის მოედნიდან ასვლა სოოლაკში იქნება თუ სხვა მთაწმინდის ქუჩებზე ხო თავრობა ხელს არ ახლებს თო დემოკრატია იქიდან ევროპელები გაგვიბრაზდებიან რას გვეტყვის ამერიკა რა როდემდე უნდა უყუროთ ბატონებო რას გვეტყვის ამერიკა რას გვეტყვის ევროპა თავზე ჩამოექცათ ეს ევროპა და ეს ამერიკას თავისი გაჭირება აქვს და რა მოხდება იქ კიდე ღმერთმა იცის არის ესეთი რამ რაც ჩვენ გვიქნეს ის მოუვათ იმიტომ რომ მე მინდა შეიძლება მინდა კიდევაც იმიტომ რომ ძალიან გამწარებული ვარ მთელი ჩვენი ბანონიკო თქვენი ახალგაზრდობა და ჩემი 21 წლის ვიყავი რომ დაიწყო ეს ამბავი ვარ 57 წლის კაცი. ანუ ერთი დღე არ ყოფილა მიტინგის, უბედურობის, ტერიტორიების დაკარგვის, პროვოკაციების სოხუმში შესვლა პროვოკაცია იყო დავკარგეთ. ცხინვალზე კარგად ვიცით რა და დღეს კიდე ბედავე რომ არა სააკაშვილმა დაიწყო ეს ომი, სააკაშვილმა თვითონ აქვს ხელი აქვს მოწერილი ამ მამაცხონებულებს იმ ევროპელების დასკვნაზე, ხელი აქვს მოწერილი, იტალიაში დასკვნაზე ხელი აქვს მოწერილი. 9 რიცხვში ყველაფერი დასრულებული იყო. გორში ისე აი ამ თემაზე რო ვაპარაკო ძალიან ნერვიულობ რა ხალხი ბაღებიდან გამორბოდნენ ბაღებიდან მეძუძურიდან ფეხმძიმე ქალები ჩუსტებით ჩამოვიდნენ თბილისში ერთმა კაცმა არ გააფრთხილა ხელისუფლებიდან არც ადგილობრივმა არც ცენტრალურმა ხელისუფლებამ რომ ესეთი რამე შეიძლება მოხდარიყო ხალხმა სახში მისვლა ვერ მოასწრო ისე გამორბოდნენ მე კარგად მახსოვს ძალიან ბევრი ტოლთან მქონდა მაშინ ისანში ურთიერთობა მთელი სკოლები გაივსო ბაღები და ეხლა რო ის არის ჰოსპიტალი იყო ისანში ეხლა რო მშენებლობებია სადაბჯერები რო აყროლებულ ბატონ ნიკოლოზ აყროლებულ იმაში ლაბორატორიებში შევიდა ხალხი და იტალიის და საფრანგეთის ელჩის მოადგილეები იყო მახსოვს და ისე ვიყავი გამწარებული დაქსელვა კეთებოდა წყლის ამ ტერიტორიის აი მე უთხარი აი ეს არის თქვენი პოლიტიკა ორი ელჩის მოადგილე იყო აი თქვენ პოლიტიკამ ეს მოიტანა აი ეს ახართ მე ხმას ვერ იღებდნენ გაჩვენებულები იყვნენ და ისე ვიყავ სამი ღამე არ მეძინა ეს ხალხი რატო გავაუბედურეთ თუ ჩვენ ვერც იქ შევიდოდით ვერც იქ რას ერჩოდით ამ უბედურ ქვეყანას
იმიტომ რომ ვიღაცა 100 თუ 200 ოჯახი მილიარდელი გამختარიყო და მილიონერი გამختარიყო, რომელსაც იგივე პრობლემა აქვს. დღეს ღარიბი, მდიდარი, მილიონერი, პენსიონერი, ყველა ერთ პრობლემაშია, ყველა ნერვიულობს. ისინი ნერვიულობენ, არ დაიჭირონ, არ წაართვან, ისინი ნერვიულობენ, ხვალ ბავშვს რა უყიდონ, მაღაზიებში კატასტროფული ფასებია და არ ვიცი ეს კიდე როგორც კი დაიწყება მიტინგები, მე გეტყვი თქვენ, მიტინგები დაიწყება და ფასები ისევ აიწევს. ვალუტის კურსი გაფუშტება. ამისკენ მიდის. თავარი ამოცანა რა არის? ჩემო ძვირფასება. თავარი ამოცანა არის ქვეყანაში სრული დესტაბილიზაცია, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მდგომარეობიდან გამოყვანა და ყველაზე მთავარი, რომელ მეგობრებზე მელაპარაკე ევროპის სახით. რომელიც გაშანტაჟებს იმითი, რომ შენ თუ ამას არიზავ და არ მოიყვან ჩვენ სუკინსინებს რო იძახია ამბობენ ესეთ გამოთქმა, მაშინ ჩვენ შეგიჩერებთ ევრო ვიზებს. ანუ და ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ ქუჩაში გამოიყვანო ხალხი. ბატონო მიხეილ, ეხლა რა შეასაქმეცით? ევროპული აი ქვეყნების სიამაყეები, რაც იყო საფრანგეთის, გერმანიის ავტოწარმოება, სულ ზღაფავს. საწარმოები ფაბრიკები გადადის უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. გერმანიაში ახლა ამათ გინა უთხარი ისე გერმანიაში თავისუფლად გასვლა უკვე რაიონებში, პერიფერიებში თუ ქალაქებში საშიშია, იმიტომ რომ გაუპატიურებების რიცხვი გაიზარდა. ის საცოდავი უკრაინელი ქალბატონი რო იჯდა მამაში, რა ქვია, ავტობუსში, ყელი რო გამოჭრეს. ეს თქვენ გონიათ ეს მარტო ერთი შემთხვევა არის ხალხო? მიიჯდა ქალბატონი საცოდავი, ესე იგი და მივიდა უკვე და ეს არის მაგათი სახე. ხვალ და ზეგ უკვე რა გარანტია გაქვს, რომ შენ ქართველი კაცი რო დაჯდები ავტობუსში, იმაში გერმანიაში თუ საფრანგეთში ვიღაცა ყელში არ გამოგიცვამს დანას. ეს არის მაგათი დემოკრატია. ეგ რო საქართველოში ვიღაცას გაეკეთები და აი ეს არის პოლიციის სახე, ეს არის პოლიციის ისა. და ეს საცოდავი ქალი რო გამოუსვეს, ესეთი შეშინებული თვალებით და იყურებოდა უკვე სიკვდილის წინ, კაციშვილი არ დახმარებია. და ჩვენ გვინდა მერე რომ აი რომელ ევროპისკენ მიდიხარ, რომელსაც აღარ აქვს საფრანგეთმა, ფრანგმა ერმა დაკარგა საფრანგეთი, გერმანელებმა დაკარგეს გერმანია უკვე. იმართება ეს არის რაღაცა ინერციით წამოსული, აი ადამიანი რო კვდება და რო ხროტინებს, აი ეს არის ხროტინი ევროპის, რო ის აქციები რო იმართება და ვიღაცას გონია რა იღვიძებს, თუ იღვიძებს, ეს გადაიზრდებოდა პერმანენტულ აქციებში. ეს არის აი ხროტინი მიდის ევროპის, რო კვდება ადამიანი და აი რაღაცა სიკვდილის წინ რო ეს არის ევროპის ხროტინი. და იგივე ამერიკის ხროტინია ის რომ იმ ვიღაცას უხარია და ჩალკირკისაზე პანაშვიძე მივიდა 60,000 კაცი. დედა ეს რა მომყდარა კაცო, 60,000 კაციანი აქცია გაავსეს სტადიონი იმადა 360 მილიონიანმა ერმა. დამთავრდა ევროპა, დასრულებულია უკვე. გაიმარჯვა. მე იმიტომ ვიცახი განათლების სისტემას მივხედოთ მეთქი რომ მეც არ მინდა მომავალი ესეთი კონდეს ჩვენ. იქ მოსპეს ახალგაზრდობა, მოსპეს გაანადგურეს. ის მომავალ თაობას ურჩევნია ბოდიში იმ არაბი იყოს მისი მართველი ვიდრე ისა რა. რა ქვია თვითონ ფრანგი და გერმანელი. ამიტომაც არის აგერ აი ამ ვაჟბატონის საფრანგეთის სირცხვილის მაკრონის რეიტინგი როგორ ეცემა. ტელეგრაფი წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. ახალი სოციოლოგიური კვლევით მაკრონისადმი ნდობის რეიტინგი 17%-მდე დაეცა. კვლევა საფრანგეთის მასშტაბით გასულ კვირას გამართული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. გამოცემა წერს, რომ ემანუელ მაკრონის მმართველობას უკვე ისინიც აკრიტიკებენ, რომლებმაც მას 2017 და 2022 წელს მისცეს ხმა. გამოკითხულთა უმეტესობა საფრანგეთში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას კრიზისს უწოდებს, რომელიც თავად მაკრონმა შექმნა. ხედავთ, ახლა რა არის ცით, აი უყურეთ. ეხლა ვიღაცას გონია, რომ ეს არის რაღაცა გადამეტებული და რაღაც. შეხედეთ ხალხო, ბონჟების თავშეყრის ადგილად იქცა საფრანგეთში რო ჩახვალ, გინა ეიფელის კოშკთან გაიარე, გინა ქალაქის ცენტრში ყარს უკვე ქალაქები, აი უკვე აღარ არის ის ვიღაცას რო ქონდათ ეს რაღაცა აი განცდები ევრო, აღარ არის ის დედაქალაქები, რომი, მილანი, რო ჩახვალთ იქა და პარიში რო ჩახვალ და გინა იქ ნანჩი აღარ არის ეს ყველაფერი დამთავრდა. გერმანიაშიც რო ჩახვალ, დამთავრდა ეს ყველაფერი.
ეხლა ჩადით იქ ამერიკულ მეტროში, ჩადით ამერიკის ნიუ-იორკის მეტროში, ჩადით და სხვა ქალაქების და ჩადით მოსკოვის მეტროში. ჩადით გაიარეთ ნებისმიერ რუსეთის ქალაქში ერთ დადღაპნილ შენობას ვერ ნახავთ. გაიარეთ და შეხედეთ ადამიანებს როგორ აცვიათ მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში და მე შეადარეთ ამა. წარღუნა ხდება და მე ჩვენ გვაბრალებენ ისო მე შედარებას ვაკეთებ ხალხო შედარებას წესრიგი დისციპლინა მორალური სახე არის სხვაგვარი რუსეთში და ევროპაში სხვაგვარი იმიტომ რომ აირჩია ევროპა მეს გზა უნდა იაროს და გადაგვარდეს და დღევანდელი ევროპა არის სოდომ გომორი და ამათ არ უნდა იმიტომაც არის საერთოდ ადამიანი არის ცოდვისკენ მიდრეკილი ბევრ ახალგაზრდას და აი ამ ახალგაზრდა თაობას იცით რატომ უნდა ევროპა იმიტომ რომ კარგად იბოზოს თავისუფალი იბოზოს კარგად უნდა მე ყველაზე კი არ ვიძახი მაგრამ შეხედეთ როგორი ცხოვრების წესია ცოლი ცალკე გულაობს ქმარი ცალკე გულაობს იქ არავით არის ნორმა არ არსებობს არავით არის მორალი არ არსებობს და ურჩევნიათ ესეთი რაღაცა რასაც უნდა იმას აკეთებენ რა არ მინდა კიდე რაღაცა ვთქვა ბევრი რაღაცა რა და როგორი სწავლა მიდის კიდე თუ გინდა შვილი დაღუპოთ უნდა გაუშვათ ევროპაში სასწავლებლად რა ჩვენ უნდა შევხვდათ ჩვენი ეროვნული და ჩვენი სახელმწიფოებრივი მოდელზე აგებული საგანათლებლო სისტემა შენ იქ რო უშვებ საფრანგეთში და გერმანიაში იმას იმ ბავშვს საქართველოსთვის კი არ იზრდება იზრდება საფრანგეთისა და გერმანიისათვის აღარ არის ის რაც იყო ეს ვერ გაიგეს ამათ გონია ჩვენ რაღაცა ვატუებთ რა ამას ამბობდა ის ჩას კირკიც სხვათა შორის გამოვიდა რამდენიმე ადამიანი სასულიერო პირიც და აიო როგორ ღმერთის სიყვარულს ქადაგებდაო იცით რა არის ჩვენთან როგორ არის საქართველოში თუ ვინმე იგივე საკეთებს რასაც ჩარკირკია იმას ვერ დაინახავს ესენი ვერც სასულიერო პირი ვერ დაინახავს ვერც საზოგადოება ვერ დაინახავს გესმის რატო იცით ჩვენთან არის ესეთი სიტყვა საუცხო უცხო მანდა ჩვენთვის აღმატებულია სადმე უცხოეთში თუ ხდება ეს გესმის საქართველოში თუ კეთდება ეს ამას არ დაინახავს არა ამ დროს ევროპელებისთვის პირიქით უცხო არ ითვლება ეხლა მაგალითად საფრანგეთში რო ჩახვიდე და იქ რაღაცა რო დაიწყო შენ ინგლისურად ლაპარაკი არ შემოქმედავენ წესიერ და კი გერმანიაში და აქ ინგლისურად თუ ლაპარაკობ ესე იგი შენ პრადვინუტი ხარ ინგლისური სლენგის სიტყვას ლანჩ თუ იხმარ ესე იგი ეს პრადვინუტო და ზავტრაკი თუ იხმარე გოიმი ხარ გესმის ბანაკოს ეს უკვე მრავალი ათწეულია ეს სტიგმები არის დაშვებული კი არა აუცილებელი გახადეს ბავშვებისთვის ახალგაზრდების აი ნახოთ აი მოლდოვას დაუბრუნდები ხო კიშინიოვი და მოლდოვეთი არის ღარიბი ქვეყანა მაგრამ სისუფთავე ახლა 3 დღე ვიყავით რა ფეხით მომეწია სიარული მაგრამ ძაღლებით უნახეთ იქ არა ძაღლები არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს სხვადასხვა ნუ ხა რუსეთზე ლაპარაკი არ არის ბელორუსიაში ბოლოს რო ვიყავით შარშან ვიყავით ბელორუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე ბატონი მერაბჭიქაშვილი და მე დავდიოდით მე ამაზე ვაგზალზე შევედით რა მოგვიწია ესე იგი დავდიოდით ვეძებდით აი კუთხეში სანამ მტვერი ხო არ იყო აი გვინდოდა მტვერი გამორიცხულია ეს ქვეყნები ხო არ არის ევროპული დონის მათი ეკონომიკა ხო არ არის საფრანგეთის გერმანიის იტალიის რატო აქვს ამ ხალხს ევროპა დაუბრუნდება ესე თუ გაგზელდა შუა საუკუნეების ევროპას საიდანაც ფეკალიებს ასხავდნენ აივნიდან და შლაპები რო ქონდათ და იმაზე პროპკებზე ფეხსაცმელი რომ აპატიე ფეკალიებში არ ჩავარდნილიყო და ფეხში არ შესულა და ყარდა ევროპა გერმანიაში რო ვიყავი ერთ თავაც ქონდა 3 სასახლე დაახლოებით 9 კილომეტრის დაშორებით 3 ანალოგიური და ჩემ მეგობარს ვკითხე ნინო მეთქი ეს რატოა და იცი რატო არის აქ რო წვეულება რო იყო მაპატიეთ სადაც ჭამდნენ იქ ისაქმებდნენ მერე გადადიოდნენ მეორე სასახლეში ამას ალაგებიებდნენ მოსამსახურეებს იმ მეორე სასახლეში იგივე საკეთებდნენ მერე გადადიოდნენ მესამეში მერე გადმოდიოდნენ და გალია იყო ესეთი რომ მუზეუმში და ეს გალია რისთვის ამეთქი და ეს არის ორი ქალებს თვები რო ქონდა დახული კრახმალით ვირთხებს რო არ შეეჭამა და თაგვებს ძილის წინ ამ გალიას იცავდნენ თავზე ეს არის წარჩინებული ევროპა ბატონ ნიკოლოზ აი ამას დაუბრუნდებიან ესენი თუ ესე გააგზელეს მართლა გადმოყრიან იმ ნაგავს და იმდენად დაეცა მათი ყოფითი მდგომა ჩვენ რატომ მოგწონდა ევროპა სილამაზე კულტურა განათლება და მართლა 60-იანი წლების ევროპა მართლა მისაბაძი იყო იმიტომ იყო რომ იყო მეორე საპირწონე საბჭოთა კავშირი ანუ როცა შენ საპირწონე ქონდა და ვიღაცას ანეშინო და ან მიბაძვა უნდა და ან როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა
გერმანიის, ევროპის ქვეყნების მუშათა კლასი, შრომელების დონე და მათი ცხოვრება გაუარესდა. იმიტომ რომ აღარავის აღარ აინტერესებდა და როცა 100, 200, 300%-იან მოგებაზე მიდის, ესა თუ ის დიდი საწარმო და თქვენ სწორედ აღნიშნეთ, იაფი გაზის არარსებობის შემთხვევაში გერმანიის ეკონომიკა გაჩერდა. თურმე რაზე ყოფილა აგებული, თურმე ამხელა გერმანიის ეკონომიკა დამოკიდებული ყოფილა ამ რუსეთის გაზზე და ჩვენ საქართველოს რომელიც მთლიანად მიბმული ვიყავით ამ ეკონომიკაზე და იცით რა არის ისტორიული მეხსიერება. ახლა ის ღვინო რო იყიდება, ქართული ღვინო. ახლა არავის არ ეწყინება, შეიძლება იტალიური ღვინო და პორტუგალიური ღვინო და ფრანგული ღვინო გაცილებით მაღალი ხარისხის იყოს, მაგრამ არის ისტორიული მეხსიერება. Вот ქართული, вот გრუზინსკაია ვინო და აი ეს გრუზინსკაია რო ესმით, იგივე მოლდოვაში რო იგებდნენ რომ ქართველები ვიყავით, უნდა გენახათ, რამხელა სიტფოთი იყო მოსახლეობა განწყობილი ჩვენს მიმართ. Вот გრუზინი პრიეხალი და რაღაცა იხსენებდნენ, ლექსები წაგვიკითხეს იქ ქალბატონებმა საქართველოს დაწერილი. იქ ძალიან თბილი ურთიერთობა, ამ ურთიერთობას მე ევროპაში ბევრგან არა ვარ ნაყოფი, მაგრამ საქართველოს წარმოდგენა არა აქვს რა და მაპატიეთ ინგლისურად პოლონეთში ვერც ერთ ენაზე ვერ დაელაპარაკები ბანკში. ვერც ერთ ენაზე პოლონურის გარდა. დღეს საქართველოში ნებისმიერ ბანკში შეიძლება ბავშვებმა იციან 2-3 ენა და არიქა მოვიდა უცხოელი კათედრ შიკებს ვეძახოდით ადრე ამერიკიდან ჩამოსულებს რა ესეთი გამოთქმა იყო ოღონდ აი უცხოელმა თქვა იმან თქვა იქ რა ეს რა პროვინციალიზმი ეს რა ქაჯობა დაგვემართა ხახნო რა სადამდე მივიყვანეთ ქვეყანა რომ ვიღაცა გადამთიელმა წერა კითხვა რო არ იცის და ჩემზე ნაკლები განათლებაც აქვს ჩემზე ნაკლები უბრალოდ მეტი აქვს ნაძარცვის საუკუნეები დამთავრდა ბანურიგოს 5 საუკუნიანი ძარცვა დამთავრდა ეხლა მიადგნენ რუსეთს გასაძარცვად და აი ამ მდგომარეობაში ვარ და ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ საქართველოს ჩაითრიო ამ უბედურებაში თვითონ ხო გაუბედურდნენ ეხლა სხვა ქვეყნების გაუბედურება უნდათ მათი მენტალობა ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერ ერთი რაღაცა მინდა თქვა აი ეხლა ცოტა ისეთი გადახვევა მინდა გავაკეთო ესე იგი მე საერთოდ ვაკვირდები ამ სოციალურ ქსელებს იმიტომ რომ ინფორმაციები მივიღო ყველა მხრივ რა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე საერთოდ პოლიტიკაზე და სამწუხაროდ ამ სოციალურ ქსელს ჩვენ ახალგაზრდა თაობა სხვაგვარად გართობის მიზნით და დროის გასატარებლად იყენებს ჩაუჯდებიან ამ TikTok-ს და ისე გავა დღე ვერც მიხვდებიან და ეს არის ავანტყოფობა მართლა რომ სცენი შემოვიდა რომ ბავშვებს შეხედავ ესე იგი ტელეფონს ვერ მოაცილებ აღარ წიგნი უნდათ აღარც არაფერი და მე წავაწყდი ერთ-ერთ აი გული აი მესიამოვნა რომ ერთ-ერთი ქართველი კაცი არის მეგობრებო იტალიაში ბოლონიაში არის ქართველი კაცი რომელსაც აქვს წარმატებული სარესტორნო ბიზნესი კახაბერ ცერცვადა სულ არ მიწვდობ ამ პიროვნებას აი მე საერთოდ ყველა ქართველის წარმატება აი გულით მიხარია ვინმე თუ რაღაცა ფეხზე დგას ვინმე თუ დოლათი აქვს რატომ კაცო მე რატომ უნდა გამიხარდეს ვიღაცა უცხოელის გადამთიელის ფული წარმატება და რატო არ უნდა გამიხარდეს ქართველი კაცის წარმატება და აღმოვაჩინე ხა იმის კონტენტი რომ ეს კაცი ამას უკეთებს რეკლამას დიდი სიყვარულით და მიხარია ქართველმა კაცმა მოიპოვა იმხელა რამე რომ ამ ბოლონიაში აქვს დიდი წარმატებული ბიზნესი ჩამოვიდა ეს კაცი აქ გესმით რამდენიმე დღით გერმანელმა კომპანიორმა ჩამოიყვანა რაღაცა ღვინის პროდუქციას რომელიც აწვდის იქ ბოლონიაში და ჩამოვიდა ეხლა და რაღაც ჩაწერა ვიდეოები და მხარი დაუჭირა აქ იმას რა ნუ არ ვიცი კალაძეს თქვა რომ აი ქალაქი შესულია უკეთესობისაკენ ესე იგი ეს კაცი ესე იგი ჯვარს აცვეს ვითომ ამას თავისი 99 წელს წავიდა იქ იმაში იტალიაში ვითომ ვიღაცამ ჩინოვნიკმა მისცა ფული ან თვითონ ვინმე ამას გაეძარცოს რამე კაცი წავიდა თავისი დააწყო ყველაფერი მოყვა კიდევაც თავისი ისტორიას რომ კვანტრიშვილმა წამიყვანაო იქაო და იმის მეშვეობით ჩავიდა კაცი შეჭამეს ეს კაცი ეს წარმატებული ადამიანი აი გული მე დამწყდა მე გამოვიდა ეს კაცი თავის რესტორნიდან მიმართვა გალთ ნუ დაჭამთ ერთმანეთს ქართველებო აი მინდა მოусმინოთ ამ კაცს და აი მე მინდა ამ კაცს ძალიან ისეთი სიტფოთი მოიხსენიო და მე მინდა მას წარმატებები უსურო და ნეტა ესეთი კახაბერ ცერცვაძეები ყავდეს ჩვენ ძალიან ბევრი იმიტომ რომ სამწუხაროდ რამდენჯერმე რო ვიყავი ევროპაში პირდაპირ რო უთხარი ქართველებს რასაკეთებთ მეთქი ჩვენ აქ ამა თუ ხურდავთო გესმის
საქართველოში უცხოეთში სამწუხაროდ ბევრმა ქართველმა იმით გამოიჩინა თავი, რომ კრიმინალურ თემაში აღმოჩნდა. და შენ ბიჭო, სადღაც ქართველი წარმატებულია, თავისით მიაღწია, ქართველები ყავს დასაქმებული იმ რესტორან. რა გინა, რა სერჩი ამ კაცს, რა გინა, გინათ შენთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულება. არ მოგე, რა გინა ამის გამო რა შეჭამო და შეხარა. აი განახებთ, ეხლა აი ამ კაცის, აი ცოტა ისეთ მიმართვას და თვითონ ეს კაციც წარმოჩინდება. დილამშვიდობისა, ჩემო მეგობრებო. ეხლა რომ მოვდიოდი გზაში ჩავწერე ერთი ვიდეო და მინდა დავამატო და ამით დავასრულებ ყველაფერს, იმიტომ რომ მეც ყავს ძმა, მეც ყავს ნათესავი, მეც ყავს მეგობრები, ყველა მირეკავს, კახა შენ არ ახარ ეგ ადამიანი, დაანებე მაგას თავი, მაგას შენ ვერ მოერევი, არავის არ ვეჩხუბებ. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. და ერთი რაც მინდათ რომ გითხრათ, დავამატებ ცოტა ორი სიტყვით. 1988 წელი, წარმოიდგინეთ, 1988 წელი. 16 წლის კახაბერც ერცვაძე. დატოვა საქართველო და წავიდა. მის მერე მე იქ ერთი დღე არ მიცხოვრია. იმასაც გაგიმხელთ ვინ წამიყვანა. მაშინ ძალიან ცნობილი პიროვნება იყო ის ადამიანი. ეს იყო ოთარ კვანტრიშვილი. იყო ზესტაფონელი, იყო ჩვენი ოჯახის ახლობელი, მომკიდა სუფრიდან ხელი და წამიყვანა საქართველოდან. დღეს ის ადამიანი ცოცხალი არ არის, მაგრამ ძალიან პატივი აქვს ჩემთვის ნაცემი. და მის მერე მე ჩემ ოჯახთან ერთად მარტო მივუყვები ამ ცხოვრებას. დღეს ვცხოვრობ იტალიაში და მითხოვ თქვი ის სიტყვები, რაც წინა ვიდეოში თქვი. მე მინდა ჩემ შვილებთან ვიყო გახარებული და ჩემ შვილიშვილებთან. მე ვაკეთებ ქართულ საქმეს იტალიაში. მე იტალიაში არ ჩამოვსულვა, რომ რაღაც ფული მეშოვა, სახლი მეყიდა, მანქანა. მე სახლის მქონდა, მანქანას პირიქით რომ ჩამოვედი იტალიაში, ძალიან გამიჭირდა. იმიტომ რომ თქვენ არიცით მე რა ოჯახში გავიზარდე და იკითხეთ და გეტყვიათ. ჩემო საყვარელო, მე დღეს ამით ვამთავრებ აქ ამ თემას მე აღარასდროს აღარ გავიმეორებ. ჩემი პირადი თქვენ არიცით. თქვენ მე არ მიცნობთ, კახაბერც ერცვაძე თქვენ არიცნობთ, მაგრამ მე მიცნობს ის ჩემი საახლობლო და ჩემი ვინ ვარ მე და რას ვაკეთებ. ამას მერე ხალხი თვითონ ილაპარაკებს, რაც მე გამიკეთებია. გაიხარეთ, ჩემო საყვარელო ხალხო, მიყვარ ხართ და ერთადერთს გთხოვთ სულ, ნუ დახოცავთ ერთმანეთს, მოეფერეთ, ისედაც ცოტა ვართ. მოეფერეთ და გიყვარდეთ, პატივი ერცით. გული რატომ ტკივა, იცი? ისეთ სიტყვებს ეუბნებით ერთმანეთს, მე არ ვიცი, ტრები ხართ ერთმანეთის თუ რა ხართ. გაგიმარჯვოთ, კარგად იყავით და წარმატებული დღეს გისურვებთ. თქვენი კახაბერც ერცვაძე, მე კი გავაგრძელებ ჩემი რესტორნის და ჩემი სხვა რაღაცების რეკლამირებას და თქვენ ამას მალე ნახავთ. გაიხარეთ, ნახეთ გულზე. საქართველოა და სულ ჩემთან იქნება. გაიხარეთ, წარმატებებს გისურვებთ და წარმატებული დღე ყველას. მიყვარხართ სულ ყველა. აი რა ამ კაცმა იმით დაჭამთ ერთმანეთს, რომ იმიტომ თქვა, რომ შეჭამეს ეს კაცი იმის გამო, რომ რაღაცა ბევრისთვის სხვა პოზიცია დააფიქსირა. აი რა გახდა ასეთი ბიჭო, აი არ ვიცი, რა ბოღმის, რა ღვარძლის ის დაანთხია ამ დასავლეთმა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურება ერთმანეთს გადავკიდეს რა. მე მაგალითად ეხა სიტყვაზე არც ჩინოვნიკი ყოფილი ვარ, არც რაიმე თანამდებობა ეხლა სახელმწიფო სამსახურში, პროკურატურაში მუშაობდი, სააკაშვილის დროს ჩემი წამოვედი და არც ფული მიშოვი, არაფერი წამოვედი და დავტოვე პროტესტის ნიშნა. იმის მერე არ ქონია, არ თანამდებობა მეკავ არაფერი. აი ჩემზე რატო უნდა კონდეს აგრესია, მე ვერ ხვდები, მე რამე ფული ტენდერი მოვიგე, რამე ვინმეს დაუშავე თუ რაღაცა, უბრალოდ მაგ ჩემი ხედვები. ვიღაცები რომ რაღაცას იწერებით, ეხლა ამ კაცსაც რომ გული ატკინეთ და იგივე ჩვენს მიმართაც რომ რა გიდათ, თქვენ უნამუსოებო, რას ვხადაგებ ჩვენ პირადად რომ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა, იმიტომ რომ რუსეთმა წაგვართვა ეს აფხაზეთი და ცხინვალი და თუ რუსეთთან არ დაილაპარაკე, როგორ დაიბრუნებ ამ ტერიტორიას, ვინც რამე ნივთს აგართმევს, იმას თუ არ თხოვე დამიბრუნეო, როგორ დაიბრუნებ ამ ტერიტორიას, სხვა მეც რას ვიძახით, ვხადაგებთ კონსერვატიზმის რაღაც გარკვეულ ფუძემდებელ პრინციპებს, ეკლესიის სიყვარულ, სხვა რას და ეხა ეს კაცი ჩამოვიდა თქვა უბრალოდ რომ აი ესე მომწონს ეს ქალაქის მერი. ესე იგი გადაუარეს ამ კაცს, აგინეს, ლანძღეს, გული ატკინეს, უფრო ადრე წავიდა, მე მგონი საქართველოსთან მიდრე უნდა ყოფილიყო.
რა გინდათ, რატო გეზი ის გიხარიათ ხო არაბი, თურქი და ირანელი რო აქ რაღაც ბიზნეს აკეთებს და ქართველი იქ რო არ წასული, იქ რო არ ისიც არ ქსიამოვნებთ. ესე იგი, ამათ ეზიზღებათ, ესე იგი ქართველი ეზიზღებათ ორგანულად, რომ ქართველს რო გაიგონებენ, ეს ეხლა ამას რო ეხლა იქ LGBT დროშა აეფრიალებინა იმ რესტორანში, ეს იქნებოდა პირველი კაცი, გესმის? იქ საქართველოს დროშა რო აქვს, ქართული სიმღერები რო აქვს, ჩართული რომ ესმის, აი ეს არის ჩამორჩენილი, ეს არის მიუღებელი ამათვის, გესმის? ესეთი ტიპის ადამიანი. ვენაცვალე ამ კაცს, მე ამ კახაც ერწვადეს, ღმერთმა გაგიმარჯოს და ერთი 100-ის რესტორანი მოგცეს კიდე და ნეტა სუდა გაპყრობინოს ეგ ევროპა შენი რესტორნებით და ესეთი ხალხი მიყვარს, ვიც აი საერთოდ არ ვიცნობ ამ კაცს რა. საერთოდ არ ვიცნობ, პირველად ვნახე აი ამ სოციალურ ქსელს ერთი კარგი პლუსი აქვს რომ გაგაცნობს ნორმალურ კარგ ადამიანსაც და ცუცსაც გაგაცნობს პრინციპში, მაგრამ ეს არის ნამდვილი დადებითი ადამიანი, რომელსაც ქართული მენტალობა აქვს რა. არ შეიძლება, იცით რა არის, ისიც არ სიამოვნებს, გინდათ სხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანი იყო, იმასაც ვიტყოდი, რომ ეხლა აი ეს რო ჩამოსულიყო და ეთქვა რაღაცა და იმაზეც არ შეიძლება ესეთი დაჭმა რა. ეხლა ეს კაცი პოლიტიკოსია, პრემიერია, პარლამენტის წევრია თუ რა. არ შეიძლება გული ვატკინოთ ადამიანებმა ერთმანეთს რა. შეჭამეს ეს ამ ბოღმა და ღვარძმა ეს ქვეყანა შეჭამა. იმიტომ ეს გარბის ეს ხალხი, გაჭირვების გამო კი არ გარბის ხალხი. აი ამ აურის გამო გარბის. შევა ვიღაცა იქა იმაში რესტორანში და ეს ნაძირალა აკაცუკები თუ ვიღაცა მივარდე. ჰიდი თუ შენი ვინახარ ჯერ სად იყო სად გაგონილა რომ სუფრაზე ან რესტორანში ან ქუჩაში ყველაფერს ხო წესია რა გინა შეცხვირ მოუხოცავო რა რატო იქცევი ასე რა გინდა რა დაპირისპირებები იყო მხედრიონი ზვიადისტები არავინ არ ესე არ უპირისპირდებოდა ქუჩაში პროტესტი იყო უბრალოდ მიტინგზე და იმაზე და ქუჩაში ვინმეს ეტყოდა რა მე ეგეთი რამე არ ყოფილა კაცო ისე დაპირისპირებული იყო საზოგადოება 90-იანებში 2003-ში მაგრამ ეს არ გადმოდიოდა ისეთ ადამიანებს შორის ამ დაპირისპირებას ესე არ იყო სად იყო ადამიანებს შორის არ ყოფილა ესე აი მაგალითად არც გამიგი არც მინახია რომ ვინმე მაგალითად ეხა რესტორანში შესულიყო ვიღაცა მხედრიონელი და მისულიყო ეგ ზვიადი შენ მოღალატე, შენ როგორ მიწაჭამე, რაღაცა, რა ვიცი ჭამე, ესეთი რამე არ ხდებოდა, უბრალოდ იყო მიტინგზე, კი ბატონო, გამოვიდოდა ხალხი პროტესტს გამოთქვამდა. მაგრამ ყოფით ნიადაგზე ესეთი რამე არ ხდებოდა. ნიკოლოს, ძალიან ბევრი იმას ვიტყვი აზრს. არა, ამთავრებ, მოკლედ თქვი თუ ისე. არაფერი. როგორც კი დაიწყო უკრაინის კონფლიქტი, ვინც თქვა, რომ უკრაინა დამარცხდება რუსეთთან, იმიტომ რომ ეს ასე მოხდება ყველა გამოაცხადეს ყველა ჩემი თამადობით თქვენ თამადობით. ეხლა ამ კაცს რატო გადაეკიდე კიდე, იცი, ამ კახაბერს ერწვადეს. იქ ბოლონიაში არის დიდი კონტენტი პოსტსაბჭოური სივრცისა. და ეს კაცი თავის აი ამ კონტენტს მართავს რუსულ ენაზე. იმიტომ რომ იქ რუსულად ესმის ქართველს, აზერბაიჯანს, სომეხს, რუს და ყოფილი რესპუბლიკელი წარმომადგენლები. ეს რუსულად რომ მეტყველებს, ესეც აღიზიანებთ. ერთი ნენე დალაქიშვილია ჟურნალისტი ესე იგი ეს ქალბატონი ფსიქიატრთან უნდა შეამოწმოს. იმ დღეს პოსტი გამოაქვეყნა ყოფილი TV პირველი ჟურნალი. ეს გამწარდა იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეებსო, ტურისტებსო, როგორ მიასწავლეს ქუჩაო ქართველებმაო იქ ავტობუსში. აი ამაზე გამოაცხო კილომეტრიანი პოსტი. ხალხო, სადამდე დავედითო, რომ ბარემო ფეხები დაბანეთო იმათო, რა ქვიაო, რუსებსო. თურმე ტურისტი რო ჩამოდის. ესე იგი ეს არ უნდა დაელაპარაკო იმას რუსულად. შენ მაინტერესებს შეუგვანო შენა. მაინტერესებს ერთი თურქი რო ჩამოდის თურქს რატო ელაპარაკები მაშინ რატო ეხმარები ან იგივე აზერბაიჯანი სომეხი რატო ელაპარაკები მაშინ იმათ რა ვერ გავიგეთ ჩვენი ტერიტორიები არ აქვს წაღებული თუ მაგლოგიკით ლაპარაკობ რომ ტერიტორია წაი რახან ტერიტორია აქვს ოკუპირებული ძალიან ბევრ ჩვენ მეზობელს აქვს და იმათ ხო ეხუტებით გულში ხო ისვენებ თურქეთში კარგად იმ ზღვაზე რატო მიდიხართ იქა თუ არ იცით ტაოკლარჯეთი ვისი იყო არ ვიცი კატასტროფის პირასე ვართ და მადლობა მინდა გითხრათ ეს არ შემეძლო რომ ამ თემას არ შევხებოდი იმიტომ რომ აი ვიცი რა კარგ ადამიანს რომ გადაულიან და გასრისავენ და გაჭყლეტავენ აი ნერვები მეშლება ამაზე რა თქვენ იკითხეთ გვესაცოდავებო თქვენ ამ შიერი რო კვდებით მალე მოკვდებით იმიტომ რომ იმ დოლარები შეგიწყდება თორე ეს კაცი მშვენივრად არის იქა და კარგათაც აქვს აწყობილი თორე თქვენ რა გეშველება სწორედ ეს არის აგრესიის წყარო არის პირადი ინტერესების დაკარგვა ხო პირადი შემოსავლების ბატონი მიხეილ ჟღენტი იყო სოლიდარობა მშვიდობისათვის თავმჯდომარე ჩვენი სტუმარი ამით დაგემშვიდობებით ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ